მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ გადაცემაში ქრისტიანობა დღეს. და როგორც ყოველთვის კიდევ ერთხელ ვცდილობთ რომ იმ პერიოდის საკითხავებით, კვირის წლის იმ პერიოდის საკითხავებით, მოგულისხმობ საეკლესიო კალენდარულ საკითხავებს, კიდევ ერთხელ მოვნიშნოთ თუ სად ვიმყოფებით, საითკენ უნდა ვიდოდეთ, სულიერი ცხოვრება ეს არის მუდმივი დინამიკის პროცესი. გზა არ არის მარტივი, ჩვენთვის არ არის გამზადებული ესეთი შარა გზა, ტრასა, როგორც ამბობენ, სადაც ყოველგვარი დაბკოლების გარეშე ჩვენ ვივლით, ან გვატარებენ, არამედ ჩვენ გვაქვს დიდი ბრძოლა გადასატანი, იმიტომ რომ მართალია ადამიანს აცხოვნებს, ანუ გადაარჩენს ღმერთი, მაგრამ რადგან ადამიანი არის პიროვნული არსება და რადგან პიროვნულობა აუცილებლად გულისხმობს ადამიანის თავისუფალ არჩევანს და თავისუფლებაში გულისხმობთ ადამიანის ისეთ არჩევანს, რომელიც არაფერი გარეგანით განპირობებული არ არის. ამიტომ ადამიანის პიროვნული არჩევანი, ადამიანის სურვილი იყოს ღმერთთან ძალიან დიდ გამოცდას გადის და იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც მას უკავია სამყაროში, ამ მდგომარეობას თავისი პლუს მინუსები აქვს და ეს მინუსები ხშირად განაპირობებს სწორედ აი ამ ჩვენ დიდ ბრძოლას ცხონების საქმეში. ესე იგი, ერთის მხრივ ჩვენ გვაცხონებს ღმერთი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ადამიანური დიდი ძალების დახარჯვის, ადამიანის მიერ დიდი ნების გამოვლენის გარეშე არ ხდება. ეს არ არის მინუსი, იმიტომ რომ ადამიანი თანამონაწილე ხდება აი ამ ენით აუწერელი ჩვენი გონებისათვის უცხო განსაცვიფრებელი საოცრებისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ქვია, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ ისეთი სიხარული განუმზადა ღმერთმა თავის მოყარეს, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს არ შეხებია. და აი ეს სიხარული, რომლისათვისაც ჩვენ დავიბადეთ, როგორც ქრისტიანობა გვასწავლის, ეს სიხარული გვეძლევა არა უბრალოდ როგორც საჩუქარი, თუმცა იქ გარკვეულწილად თქონა საჩუქარიც არის, იმიტომ რომ უფალი გვაცხონებს, არამედ ერთგვარი დამსახურებას თუ სამ შემთხვევაში დამსახურება მე მინდა მაინც ბჭყალებში ჩავსვა, იმიტომ რომ იცით როგორ არის, ყველაფერი რაც ჩვენშია თვითის პიროვნულობაც კი ღვთისაგან ბოძებულია და აქედან გამომდინარე ძალიან საშიშია, რომ ადამიანმა რაიმე თავის არსებაში და თვისებაში განიკუთვნოს დამოუკიდებლად ღვთისა. ჩვენ ღვთით ვცოცხლობთ, ჩვენ ღვთით ვარსებობთ, ჩვენი გული ღვთით სცემს, ჩვენში არსებული პროცესები ღვთით აგრძელებს თავის არსებობას, ჩვენი ფიზიოლოგია ღვთით ცხოველმოქმედებს, ჩვენში არსებული ელემენტარული ნაწილაკები, რომლითაც ჩვენი სხეულია აგებული, ასევე ღვთით არსებობს და ღვთის განგებულების აგრძელებს ყოფიერებას. ყველაფერი ღვთისგანი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დიდი ძალისხმევა გვმართებს და ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი ღირებულება. როცა ჩვენ თანამონაწილე ხდებით საკუთარი თავის გადარჩენისა და როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ხდებით თანამუშაკნი ღვთისა და კერძოდ ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, ჩვენ ხდებით მისი საქმის გამგზელებლების და თანამუშაკნეს, ანუ ქრისტეს საქმის გამგზელებლები ვართ და ეს უკვე ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვასაც და ასევე გლობალურად ეკლესიის აღშენებლობაში მონაწილეობასაც, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანად რომ მოვიდა, ამით მან შეიერთა თავის პიროვნებაში და თავის არსებაში შეურევნელად, მაგრამ განუშორებლად თავის პიროვნების ქვეშ, ღმერთის პიროვნების ქვეშ მოაქცია ქმნილი სამყაროს გვირგვინი, ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც მატერიალურ სამყაროს, ცოცხალს თუ არა ცოცხალს, ასევე ანგელოზებრივ სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენი სული ანგელოზს გავს და შეიერთა პოტენციაში, მაგრამ ეს პოტენცია რომ რეალიზდეს ბოლომდე, საჭირო არის ქრისტეს საქმე გაგრძელდეს.
როგორც უფალი ამბობს, წარვიდეთ, ვიქადაგოთ, რამე თუ მე ამისთვის მოვივლინე, ანუ რაც შეიძლება მეტმა და მეტმა პიროვნულმა არსებამ, ანუ ადამიანმა გაიგოს თუ რა არის არსი ყოფიერებისა, რა არის არსი ცხოვრებისა და ადამიანური ცხოვრების და ადამიანური სიცოცხლის არსი და აი ამ გაგების შემდეგ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს თავის თავში განახორციელოს. ამას ჭირდება ქრისტეს საქმე, ქრისტეს მიერ გაკეთებული საქმის გაგრძელება. ეს არის კიდევ ვიმეორებ მისიონერობა და შესაბამისად ადამიანები იღებენ რა ღვთის სიტყვას, უერთდები არა ეკლესიას, ეკლესიიდან მათ უხვად ენიჭებათ საღვთო ენერგიები, მადლი, რომლითაც ხდება განხორციელება ამ საღვთო გეგმისა და ყოველი სიტყვა, ღვთის სიტყვა წარმოთქმული ქრისტეს მიერ, ან ქრისტეს საქმის გამგზელებლის მიერ, ყოველი სიტყვა ხდება უბრალო არ რჩება ის უბრალო მოწოდებად, ლოზუნგად, არამედ ის ძლევამოსილი იარაღად იქცევა, მადლის იარაღად, ეკლესიასთან მჭიდრო ერთობის გამო და იგი როგორც იარაღი ისე გვეხმარება ჩვენ რომ ის რეალიტეტს რაც ღმერთმა ჩვენთვის განაწესა. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. მამაო, მე ასეთი შეკითხვა მაქვს, ანუ სულ მაინტერესებს ასეთი რაღაცა. ანუ ჩვენთან არის ესეთი ფრაზეოლოგიზმი. სიხარულით მე-9-მდე ავედიო. აი შოთა რუსთაველის ნესტანის წერილში აქვს ასეთი სიტყვები, რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზე და ცისა 7-ისა. ანუ რა არის ეს მე-9-ცა, ეს 7-ცა? და მაინტერესებს აი ცა რატომ იყოფა ესე ფენება და რას ნიშნავს ეს? აი სულ მაინტერესებს. მადლობთ. ხო, ცოტა ჩემთვის რთული გასაცემი პასუხია, იმიტომ რომ ეს გურგითხრათ ამაზე საუბარი ამ ვთქვათ ასეთი თემები არ არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ მე ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ნაკლებად ვინტერესდები ხოლმე. თუმცა გარკვეული მინიშნებები შეგვიძლია გავაკეთოთ, ვთქვათ არსებობს 9 დასი ანგელოზისა, პირველი ტრიადის ანგელოზები არიან მათ შორის, პირველი ტრიადის ანგელოზებში შედიან უშუალოდ ანგელოზები, მათ შორის ფარველი ანგელოზები, უმაღლესი ტრიადის ანგელოზებში შედიან საყდარნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი. და თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მე-9-მდე ავედი, ანუ სერაფიმ ქერუბიმებამდე ავედი, ანუ ღვთის საყდრამდე ავედი, შეიძლება ასე ითქვას. პავლე მოციქული ახსენებს თქვათ ასევე მე-13 ცას, მე-13 ცაში ასევე შეიძლება პირველი ცაში ეს ხილული სამყარო, მეორე ანგელოზთა დასი და მე-3 საღვთო საუფლო. ხო, ესეც შეიძლება ვიგულისხმოთ. ასეთი შეიძლება სიმბოლური თქვათ მნიშვნელობა ჰქონდეს აი ამ გამონათქვამებს პოეზიაში. ესე შეიძლება ითქვას. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა ითქვას, აი პავლე მოციქულის მე-13-მდე ამამაღლა უფალმა და იგივე მე-9-ც, ამ შემთხვევაში მე-3 და მე-9 ერთმანეთთან თავხედრშია, იმიტომ რომ მე-13-ცა ეს არ არის ანგელოზთა სამყარო, ანუ ეს არ არის საღვთო ქმნილებების, თუნდაც კეთილი ქმნილებების სამყარო, არამედ ეს არის თავად ღმერთის სამყოფელი, თავად ღმერთი. ეს სამყოფელი პირობითად არის, გესმით, ცოტა მძიმედ ვსაუბრობ მე, იმიტომ რომ სამყოფელი სიტყვა ღმერთთან კავშირში ცოტა, იმიტომ რომ ღმერთი ხო სივრცისა და დროის მიღმიერ კატეგორიებში უნდა მოიაზრებოდეს, მაგრამ ჩვენი სიტყვა, ჩვენი გამოცდილება ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ როცა ვამბობთ მე-13 ცაზე, საუბრობთ სწორედ იქ, სადაც უკვე ყოფიერება იმ სახით, როგორც ის ღმერთმა შექმნა, იქ არ არის, იქ თავად ღმერთია და ჩვენი სამშობლო სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ მამაი, ძედა, სულიწმინდა არის ჩვენი ღმერთი, ჩვენი შემოქმედი და ჩვენ მასთან უნდა მივიდეთ, ის უნდა დამკვიდროთ ეს ჩვენს გულში, როგორც უფალი გვასწავლის იოანეს სახარებაში და შემდეგ როგორც განკაცებული ღმერთისნებაა, რომ უნდა აუმაღლდეთ ქრისტესთან ერთად და ვიყოთ იქ და მე-9-საც სწორედ ეს არის, იმიტომ რომ სერაფიმების ზემოთ უკვე სერაფიმები ქერუბიმების საყდარი, ეს არის მე-9 დასი,
და მესამე ტრიადის მეცხრე დასი სერაფიმები, რომლის იქით კვლავ პირობითია სიტყვა გესმით, სხვა სიტყვა რა გამოვიყენოთ შეუძლებელია, ცოტა ძნელია, არის სწორედ ღმერთი. და ჩვენთვის თავარი ის არის, რომ ჩვენი მიზანი არის არა ქმნილ სამყაროში ლივლივი და ბედნიერება, ეს თუნდაც ანგელოზთა სამყარო იყოს, ჩვენი მიზანი თავად ღმერთთან მყოფობა და ეს მყოფობა არის ღმერთად მყოფობა, გესმით? ეს მეც მისვა ძალიან დიდი, ძალიან მაღლა არის ადამიანური არსება, ჩვენი ნიშნული აწეული, ნიშნული ადამიანური არსებისა, მაგრამ ქრისტიანობა ეს არის. ჩვენ სხვა ქრისტიანობას არ ვიცნობთ. გონიათ არია ხო პირდაპირ ეთერში? გამარჯობათ მამაო თეოდორე, ერთი კითხვა მაქვს. მამაო თეოდორე, მაინტერესებს, ანუ ეს ძველ აღქმაში არის ერთი ადგილი, ანუ ეს ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის შვილებთან და მათ ჰყავდათ შვილები, ეს ზუსტ ციტირებას ვერ გავაკეთებ, გეცოდინებათ ამის შესახებ და თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ გითხრათ ამის შესახებ ინფორმაცია. მაგ ადგილის ყველაზე ისეთი ყველაზე მიღებული განმარტება არის ის, რომ აბელის შვილები აბელის დაიწყეს ურთიერთობა კაენის შვილებთან. ანუ როცა კაენი ქმნის ცალკე ცივილიზაციას, რომ მიდის აბელი ასევე აბელის ცივილიზაცია არის ცალკე და ეს ცივილიზაცია აბელის ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომლის ცხოვრების საზრისი ღმერთია. ისინი აბელის შესაბამისად ადამის და აბელის ტრადიციის გამგზელებლები არიან. ისინი სრულად იღებენ იმ ცოდნას და გამოცდილებასაც გარკვეულად ღმერთთან ურთიერთობისა, რომელიც ადამს ჰქონდა. ადამმა ეს გადმოიტანა ამ სამყაროში, გადასცა აბელს სეიც უпростоრეთ, იმიტომ რომ აბელი კაენმა მოკლა ვიცით, გადასცა სეიც და ამ შემთხვევით არ მithქვია აბელი, იმიტომ რომ სეითი მსგავსია აბელისა, აბელი რომელიც კაენმა მოკლა და შემდეგ სეითი რო შეეძინა, სეითიც ამ სულის იყო, რომ სულთაც აბელი იყო და აბელის სეითის მთელი მოდგმა იყო ღვთის მაძიებელი და კაენი პირიქით სამწუხაროდ და სხვათაშორის აი ეს ცივილიზაციის ის ფორმები და რა ფორმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანი მოწყვეტილი არა ღმერთს, თავის შემოქმედებით ენერგიას მიმართავს ამ სამყაროს განვითარებისაკენ, ეს ხელოვნების შექმნისაკენ, მეცნიერების შექმნისაკენ. ზოგი ამბობს, რომ ეს ცუდია თუ კარგია. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც იმყოფება კაენი, ეს კარგია. ანუ ცივილიზაციის, ადამიანური ცივილიზაციის შექმნა, როგორც ცივილიზაცია, როგორც ამ სამყაროს, მატერიალური სამყაროს გარდაქმნა და აქ კომფორტული ცხოვრების მოწყობა და მეცნიერების შესაბამისად და ხელოვნების შექმნა, ეს კარგია იმ რეალობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც კაენის ცივილიზაციაში მყოფი ადამიანი იყო. იმ მდგომარეობიდან კარგია, იმიტომ რომ არა ეს ადამიანი თლად გაპირუტყდებოდა. მაგრამ აი სეითის ცივილიზაციას ეს არ ჭირდება. და პრინციპში და მე როცა ხდება ეს თქვათ აღრევა ხდება, უკვე ფაქტიურად ხდება შერევა, თქვათ, აი, ანუ ის ცოდნა, საღვთო ცოდნა შევიდა კაენის ცივილიზაციაში, ხოლო კაენის მოდგმის ეს სწრაფვა, ეს სამყარო გარდაქმნან და გახადონ საბოლოო ჯამში, გახდა საბოლოო ჯამში ისეთი როგორც დღეს არის, გარეგნულად, ტექნიკურად, კულტურულად და ამ შემდეგ ესენი ერთმანეთს შეერწყა. და ჩვენი რეალობა ასეთია, რომ მაგალითად თუ ადამიანი ბოლომდე ღვთისათვის აინთო ბოლომდე ღვთისათვის, თქვა გრიგოლ ხანძთელი აინთო ბოლომდე ღვთისათვის, მისთვის ეს ამ სამყაროს გარეგანი მოწყობა არაფერს აღარ ნიშნავს, ამიტომ გრიგოლ ხანძთელი არის ჭეშმარიტი მონოზონი, ჭეშმარიტი ბერი, რომელსაც თავის პირადი არაფერი აქვს, ბოლომდე ანთებულია ღვთისათვის, მაგრამ მისი ჭეშმარიტობა იმაშიც ვლინდება, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, თქვათ, იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ბოლომდე არ აინთნენ ჯერჯერობით ღვთისათვის და მათაც ეხმარება თავისი მოქალაქეობით
იმ საერო სახელმწიფოებრივი ეროვნული მოქალაქეობით, რომელ მოქალაქეობაშიც იგი ზეციურ მოქალაქეობას დებდა. ამიტომ ის ჭეშმარიტად, როგორც წერია, იყო ესე იგი ზეციური მართლაც კაცი, რომელიც თითქოს თავის თავში აი ზეციურს და მიწიერს აერთებდა. ზეციურს, იმიტომ რომ ის იყო იქ ზეცაში თავის სულით ამაღლებული და მიწიერი, იმიტომ რომ იგი ზრუნავდა თავის მოყვასზე, რომლებსაც ჯერ ეს გონხურვალება აესე ბოლომდე ანთებული არ ჰქონდათ. როგორც მითხრე ზარია პირდაპირ ეთერში. ანუ ესე იგი მოკლედ და სეითის მოდგმა ქორწინდებოდა ესე იგი კაინის მოდგმაზე. მას ნიშნავს ეს ადგილი. დიახ, გისმენთ? დამშვიდობა, მამა თეოდორე. გაიხარეთ. ჭეშმარიტად აღსდგა. დამლოცეთ. გაიხარეთ, ქრისტემ დაგლოცეთ. კითხვა მაქვს ისა ლოცვასთან დაკავშირებით, წირვა ლოცვაზე როგორ უნდა ვიდგეთ, რომ ჩავმოვდეთ და მიდაც მოусმინოთ და მეორე იესოს მოუკლებელი ლოცვა, რომ დავდივარ სადმე და გულში ლოცულობთ. მეტად ეს რამდენად კარგი სუნდანი არის. წირვა ლოცვას რაც შეეხება, წირვა ლოცვა ეს არის ჩვენი სულიერი მდგომარეობის წარმომჩინებელი. თუ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა როგორია, შესაბამისად ვიმყოფებით წირვაზეც. წირვა ეს არის მსახურება, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, როდესაც ეკლესია, ანუ ეკლესიაში მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში რაღაც ორგანიზაციას, ეკლესია როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი, მისტიური სხეული ქრისტესი, ანუ ეკლესია, რომელიც ახშენებულია ქრისტეს სისხლითა და ხორცით, რომელიც ის მორწმუნეებს აძლევს. მორწმუნეები, აი მოდი ესე ვთქვათ, მორწმუნეები, როცა იკრიბებიან ქრისტეს სახელით მორწმუნეები, ისინი სწორედ ორგანიზაციას ქმნიან. მაგრამ როგორც კი მათ უფალი აძლევს თავის სისხლს და ხორცს ევქარისტიულ საიდუმლოებაში, წირვა რასაც ქვია, ეს ორგანიზაცია გარდაისახება, გარდაიქმნება ქრისტეს მისტიურ სხეულად და იქ და ყველაზე დიდი რაც აღესრულება ამ ორგანიზმის განახლება და ამ ორგანიზმის კვლავ აღშენებლობაა. როცა მორწმუნეები ქრისტეს ხორცს და სისხლს ეზიარებიან და ამით ღმერთს ეზიარებიან წირვის დროს. მაგრამ წირვა ეს არის საზოგადო მსახურება და რადგან იქ ბევრი ადამიანი დგას, იმიტომ რომ ჩვენ ერთი სხეული ვართ, მას გარკვეული დინამიკა გააჩნია, იმიტომ რომ დროშია გამფენილი, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ აღვიქვავთ მას და აი ამ დროში გამფენილობაში, ხო, ყველა წერტილში აი ამ ღვთისმსახურებისა არის კარი გახსნილი ზეცაში. და ჩვენ რამდენად მოვახერხებთ თითოეულ ამ წერტილში ჩვენი ადგილის პოვნას და ღმერთთან კავშირის დამყარებას, ეს უკვე დამოკიდებულია ჩვენს პირად სულიერ ლოცვით გამოცდილებაზე. და აი ამ ლოცვით პირად გამოცდილებას ადამიანი იძენს სწორედ გონიერი ლოცვის დროს. მოუკლებელი ლოცვა ერთ-ერთი გამოვლინებაა ჩვენი მხრიდან სწორედ სულიერი ცხოვრებისა. იმიტომ რომ თუ ადამიანი სწავლობს გონიერ ლოცვას, შეუძლებელია რომ ეს მან არ გამოიღოს მასში ნაყოფი, რომელსაც მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა ქვია. რა არის გონიერი ლოცვა? გონიერი ლოცვის დროს ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად შემოზღუდოს გარე სამყარო, შუქსაც კი აქრობს, მაქსიმალურად შემოზღუდოს ტვინის ფუნქცია, ხუთ სიტყვას იტოვებს განჟაში, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, მაქსიმალურად ცდილობს შემოზღუდოს თავის გულის თქმები და იქ ცდილობს რომ მარტო იესოს სახელი იყოს, მაქსიმალურად ცდილობს რომ მთელი არსება გარედან შემოიყვანოს, ჩვენი ხო გულის თქმები სულ გარეთ არის და გარეთ და შემოიზღუდოს, შემოკრიბოს და იქცეს ერთ წერტილად თავის გულში, ანატომიური გულის ზედა ნაწილში და ამით მოდელირება მოახდინოს თავისი მომავალი ფიზიკური გარდაცვალებისა და იცხოვროს იმ გონიერი ლოცვის პერიოდში შინაგანი ცხოვრებით და ღმერთი ეძებოს იქ ისე, როგორც ეს უფალმა გვასწავლა, სადაც წმინდა წელში ვკითხულობთ, რასაც წმინდა მამები გვასწავლიან. აი და ეს არის ძალიან რთული, რა თქმა უნდა და აი ეს პროცესი ადამიანს ნელ-ნელა უხსნის შესაძლებლობას, რომ მისმა გულმა მეტად და მეტად განიცადოს ღმერთი როგორც ცოცხალი არსება,
ღვთისმადლი მოგროვდეს მასში, ესე შეიძლება ითქვას, როგორც გვასწავლიან, მოიხვეჭოს ღვთისმადლი და რაც მეტად და მეტად ხდება ეს, ადამიანს მეტად და მეტად უჩნდება სურვილი, რომ იყოს მოუკლებლად ქრისტესთან, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ბედნიერება, რომელსაც ხედავს და ადამიანს მეტად და მეტად უჩნდება უნარი ღვთისმსახურებაში წირვის დროს, რაც შეიძლება მეტად და მეტად ჩაერთოს მის გამფენილობაში და ყოველ წერტილში ამ გამფენილობისა შეძლოს ზეახსვლა და ღმერთთან კავშირი. ანუ, ესე იგი, გონიერი ლოცვის სწავლის გარეშე ადამიანს როგორც წირვაზე დგომა უჭირს, ისე მოუკლებელი ლოცვით მდგომარეობის შენარჩუნება. ხოლო როცა გონიერი ლოცვას ცდილობს, პლუს როცა ცდილობს, რომ წირვაზეც იყოს და თან ღმერთი მოუკლებლად ახსოვდეს, ეს ტრიადა შეიძლება ასე ითქვას, სრულ ჰარმონიაში არის და არსებობს ადამიანისათვის დიახასრო დიდად მაცხოვნებელია. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა მე როცა ამას ვსაუბრობდი, აქ არ მithქვავს, არ მიხსენებია ის ელემენტარული დისციპლინა, რომელიც და გარეგანი გრძალვის გამოჩენა წირვალოსვის დროს, რომელიც ქრისტიანს უნდა ახასიათებს და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ჩვენ შეიძლება ამ დროს გაგვახსენდეს ის უამრავი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ მსახურობთ ისე როგორც საჭიროა, ჩვენი წირვალოცვას არ გავს, იმიტომ რომ კრძალვა იმდენად არ ჩანს ჩვენ მსახურებაში, რომ უბრალოდ ვიღაცა უცხო თვალმა რო შეხედოს, ძალიან დიდ სირცხვილსაც ჭამჩელება ასე ითქვას და იმან რო თქვას, გითხროს, რომ თქვენ ცოცხალ ღმერთს თუ ელაპარაკებით, განა ესე შეიძლება იქცევდეს ადამიანი ამ დროს, აი ესე მოურიდებლად, აი ესე უდისციპლინოდ, აი ესე ფორმაში ჩვენ მხედარნი ვართ ქრისტესი და როგორ შეიძლება ამ დროს ადამიანი აი თუნდაც გარეგნულად ესე დანგრეული იდგეს. წეგან გრიგოლ ხანძთელი ვახსენეთ და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში როგორ არის აღწერილი, როგორც სანთლები ისე იდგნენ ბერები, ხო? როგორ შეიძლება ადამიანი მართლაც სანთელივით არ იდგეს. სანთელივით უნდა იწვოდეს და როგორ შეიძლება დაიწვა სანთელივით თუ ფორმა შენი შესაბამისი არ არის, ხო ხვდებით? ასე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადამბული და დიდი ძალისხმევა გმართებს, რომ ჩვენ მეტად და მეტად და სწორედ ვიცხოვროთ ისე, რაც უფლისათვის სათნოა, რომ ჩვენს რელიგიურობას, მოდი ასე ვთქვათ, ნაყოფი ქონდეს, თორე თუ ჩვენი რელიგიურობა მხოლოდ იმისთვის გვაქვს, რომ რაღაც გრძნობებით ავიკმაყოფილოთ რელიგიური და ნუ აი მე ესე იგი სინდის ვიმშვიდებ, იმიტომ რომ რაღაც წესებს ვასრულებ. ჩვენ თუ ამისთვის გვაქვს ეს რელიგიური ცხოვრება, მაშინ ჩვენ საცოდავი ადამიანები ვართ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაშინ ჩვენთვის აღდგომის პერიოდში ვიმყოფებით ეხლას და ქრისტე ჩვენთვის არ აღმდგარა. ანუ ქრისტეს აღდგომა როგორც ობიექტური რეალობა მე ვერ გავითავისე როგორც სუბიექტური სინამდვილე და ვერ ვარ თანამონაწილე ამისი და მაშინ რა ფასი აქვს ჩემს რელიგიურობას, მაშინ ვჭამოთ და ვსვათ, რამე თუ ხვალე მოვკვდებით, როგორც წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის. და აი ჩვენ წირვა ვახსენეთ და ჩვენ ვახსენეთ ზარია პირდაპირ ეთერში. როგორც მეულებიან ზარია პირდაპირ ეთერში და მოусმინოთ კითხვას. ბატონო? ეხლა უნდა დავიდე. ხო, კითხვა მაქვს ასეთი, ბებია ჩემი არის გადარჩული 22 წელწადი. ხო და ზევიდან დავასაფლავე მაგის გურზე მამა ჩემი. ხო, და დედა ჩემი ეგრე 20 წელწადია გარდაცვლილია და დავასაფლავე ჩემი ძმა. რამდენად ის არის კარგია თუ ცოდვა, ეგ მაინტერესებს ძალიან. ეს არც კარგია, არც ცუდია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. კარგია და ცუდია ჩდება იქ, ანუ გარეგანი მხარე დაგრძალვისა. ამ შემთხვევაში როგორც თქვენ ბრძანეთ, არც კარგია და არც ცუდია. ეს არის ჩვეულებრივი რამ. როცა ადამიანს მიაბარებენ და შეიძლება რომ ერთ ადგილას, როცა ადამიანი დიდი ხნის გარდაცვლილია, სხვას დაიგზალოს. ეს პრობლემა არ არის, ეს იმიტომ რომ მონასტრებში საძვალები ერთად არის. კარგია და ცუდია იწყება იქ, როდესაც ხდება გააზრება იმისა, რომ ადამიანი უკვდავია. და კარგია და ცუდიას გააზრება იწყება იქ, სადაც
ცოცხალი ღმერთის წინაშე დგავართ თითოეული ადამიანი ცოცხლების და გარდაცვლილების და ვლინდება წარმოჩინდება ჩვენი პასუხისგებლობა, ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. როგორ ცხოვრობთ ჩვენ დღეს, რამე თუ ხვალ პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე. კარგი და ცუდი აქვს თუ კარგად ცხოვრობთ თუ არა ცხოვრობთ სწორად. მაგრამ კარგი და ცუდი, ცოდვა და მადლი, როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა თუ არ იცის ნება ღვთისა. საქმე იმაშია, რომ დღეს ხანდახან არის ხოლმე იმაშიც კი ედავებიან ეკლესიას, ეს საოცრებია, ხა ყველაფერი შეიძლება შეედავო, მაგრამ ამაში როგორ უნდა შეადავო ეკლესიას, როცა იწყებენ ცოდვის დეფინიციაზე საუბარს. ცოდვა რა არის ცოდვა და რა არის ცოდვა ამის გამომგონებელი რომ ადამიანი იყოს, მაშინ კარგად იქნება ჩვენი საქმე. ცოდვა სწორედ იმ ცოდვის დეფინიცია სწორედ უშუალოდ ღმერთს უკავშირდება და ის როგორც ზნეობრივი ნორმები და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ თქვათ არ ვიცით ნება ღვთისა, ჩვენ თუ ღმერთი არ გვწამს, საერთოდ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თუ გვწამს რომ ღმერთი არის და ცხოვრობთ ისე რომ არ გვაინტერესებს მისი ნება როგორია, აი ყველაზე დიდი ცოდვა აქ ვლინდება. იმიტომ რომ მაშინ რა გწამს, როცა არ გაინტერესებს მისი ნება როგორია. ხოლო როცა მიხვდები რომ რადგან ღმერთი არის, არ შეიძლება არ იცოდე მისი ნება და ინტერესდები მისი ნებით და მის ნებას რომ გაიგებ. აი მე უკვე კიდევ ახალი ტიპის კატეგორიის კარგი და ცუდი, ანუ მე ვიცი მისი ნება და ვასრულებ თუ არ ვასრულებ. თანამედროვე ჩვენი ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არა იმდენად ათეიზმია, იმიტომ რომ სამწუხაროდ საბედნიეროდ ბოლომდე ათეისტი ადამიანი ნაკლებად არის და ძალიან ცოტაა, თუმცა არიან და ესეთები ძალიან ცინიკოსები და ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არიან, იმდენად ცინიზმის სახეზე აღბეჭდილია და ეს ძალიან ცუდია და ღმერთმა ყველას უშველოს, მაგრამ ჩვენი პრობლემა უფრო მეტად არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს და ათეისტები არ არიან, მაგრამ არ ინტერესდებიან რა არის ნება ღვთისა. მეცაც ვიტყვით, ძალიან ხშირად ესეთი ადამიანები თვით ეკლესიური ადამიანებიც კი არიან, რომლებიც გარეგნულად ქრისტიანულად ცხოვრობენ, აღსარებით, ზიარებით, მაგრამ რა არის ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ნება ჩვენს მიმართ, უმთავრესი არსი ყოველი წესისა და კანონისა, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ამის გამოძიება არ ხდება. და ეს არის ყველაზე ცუდი. რა თქმა უნდა, ეს ბადებს უამრავ გაუგებრობას და უამრავ ცოდვას. ეს ერთ-ერთი რასაც ის ბადებს, მაგალითად არის ის, რომ ადამიანი არის ნომინალურად მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, ვერ აცნობიერებს თუ რა განძს ფლობს მართლმადიდებლობის სახით. და მას აქვს ძალიან ლიბერალური, ნიჰილისტური დამოკიდებულება აი ამ განძისადმი, რასაც ქვია მართლმადიდებლობა, რომელიც ჩათვალე, რომ ეს ისეთი განძია, რომელიც უშუალოდ ქრისტესაგან, განკაცებული ღმერთისაგან მოგეცა და გეწოდება და გესმის. და ამის ვერ დაფასება არის ძალიან მძიმე ცოდვა, იმიტომ რომ ცოდვა უპირველეს ყოვლისა განიმარტება ესე. ეს არის ღმერთთან კავშირის დაკარგვა და ჩვენი ცხოვრების გზით აცდენა საღვთო ჭეშმარიტებისაგან. აი ეს არის. ზარია პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით მამაო. გაიხარეთ. შეიძლება ველაპარაკები? სოლი მყავს მოყვანილი კახეთიდან, მეორე X პირველ ქმართან ჯვარი ქონდა დაწერილი მამაო. 10 წელია იმის მერე გასული, არანაირი მაგათ კონტაქტი საერთოდ 10 წლის განმავლობაში არ ქონიან. მე ახლა ვარ აჭარაში. აჭარელი კაცი ვარ, ბათუმელი კაცი ვარ და მინდა ძვლის დაწერა. და როგორ წარიმართება მაგი? იმათ 10 წელზე მეტია ურთიერთობა ერთმანეთში არ აქვს. ყავს პატარა შვილი და მინდა რომ ჩემი უღელს ჯვარი დავიწერო. დიდი მადლობა. ასე დროს ეკლესია კანონიკურად ჯვარს წერს და არანაირი პრობლემა არ არის, ოღონ მეორედ ქორწინების უფლების კომპეტენცია, მეორედ ქორწინების უფლების კომპეტენცია აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსს. უნდა მიმართოთ ადგილობრივ ეპისკოპოსს, ან აჭარაში, ან სადაც ჯვარს დაიწერთ, მოკლედ, და ის ეპისკოპოსი მოგცემთ მეორედ ქორწინების უფლებას. პრობლემა უფრო სხვა რამეშია. პრობლემა სხვა რამეშია, რომ ჩვენ შეიძლება ეს უფლება მოვიპოვოთ მეორედ ქორწინებისა, მაგრამ პრობლემა არის ის, რამდენად გვესმით და დავიწეროთ ჯვარი, კიდევაც, თქვათ, მაგრამ პრობლემა არის ის, რამდენად შეიძლება ვაცნობიერებდეთ თუ რა არის ჯვრის წერა, რას წარმოადგენს. გარეგნული ჯვრის წერა, რომ გარანტი იყოს,
ორი ადამიანის მარადიული შეერთებისა, მაშინ თუნდაც ამ მაგალითზე ვთქვათ, ნახავთ, რომ გარეგანი სახურება, ჯვრისწერა არ არის და ჯვრისწერისადმი გარეგანი დამოკიდებულება არ არის გარანტი ორი ადამიანის მარადიული ერთად ყოფობისა. იმიტომ რომ ქრისტიანული ოჯახის არსი არის არა სოციალური უჯრედის შექმნა სახელმწიფოში. ქრისტიანული ოჯახის არსი არის არა შვილების ყოლა თუნდაც. არამედ ქრისტიანული ოჯახის არსი არის ორი ადამიანის ცდელობა დაეხმარონ ერთმანეთს ქრისტესთან ურთიერთობაში, მარადიული სიცოცხლის ძიებაში და ამ ძიებაში ამ რთულ გზაზე, რომელსაც ღმერთის ძიება ქვია, იყვნენ ერთად და დაეხმარონ ერთმანეთს დიდი სიყვარულით. ეს არის საიდუმლოება ქრისტიანული ქორწინებისა, ანუ ორი ადამიანი მიდის მარადიული სიცოცხლისკენ, განღმრთობისკენ, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისკენ, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისკენ და აი ეს პროცესი, ეს გზა არის ვიწრო და ეკლიანი, ეხმარებიან ერთმანეთს ამ დიდ საქმეში და თავიანთ სიყვარულს ერთმანეთისადმი, თავგანწირულ სიყვარულს ერთმანეთისადმი ავლენენ სწორედ აი ამ მთავარ საქმეში. ეს არის არსი ქრისტიანული ოჯახისა და ასეთი განწყობილ როცა არიან ადამიანები, იწყება დიდი საიდუმლოება ორი ადამიანის ერთად გახდომისა და ორი ადამიანის ქრისტეში ერთად შერწყმისა, ღმერთთან ერთად მისვლისა და ეს საიდუმლოება იკურთხება ეკლესიაში, ილოცება ეკლესიაში და აი ამ კურთხევას და ამ დალოცვას ქვია ჯვრისწერის ლოცვა, ჯვრისწერის ქორწინების საიდუმლოების დასაწყისი. ეს მსახურება არის ქორწინების საიდუმლოების დასაწყისი და არსობრივად ეს მსახურება წესით ეს არის წირვის გაგრძელება, უბრალოდ წირვაში ჩართული უნდა იყოს ეს მსახურება თავისი არსით და ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითავისებენ ამ მადლს ბოლომდე, თუ ისინი ცხოვრობენ სულიერად, ისინი მათ აქვთ გააზრებული მიზანი ქრისტიანული ოჯახისა და ქრისტეს ეკლესიასთან არიან სისხორცეულად შეერთებული წმინდა ევქარისტიულ საიდუმლოებაში. ეხლა მე ეს რაც ვთქვი, ეს ადვილი გასაგებია მორწმუნესათვის, შეიძლება ძალიან ბევრი რამე გაუგებარია, ვინც არაეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ თუ ადამიანს უნდა ბოლომდე გაიაზროს ასაკეთებს ჯვრისწერის დროს, მან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. ზარია პირდაპირ ეთერში. მამა ქრისტიანია. ჭეშმარიტად აქვს. ქრისტიანია. მამა ასე შეკითხვა მაქვს. აი მაგალითად, როდესაც მართლმადიდებელი ცხოვრებით ადამიანმა წლების უკან გადაიტანა ისეთი რაც დაუშვათ, რაც მაგ ნაყურა აი უდამ გადაიტანა დაუშვათ. რა გადაიტანა? აი რაც უდამ გადაიტანა ცხოვრების მანძილზე, აი ის ყველაფერი რაც დაუშვათ ადამიანმა გადაიტანა ქრისტიანული ცხოვრების წლების უკან. ეს მართლმადიდებელ დაკითხული მაქვს, მართლმადიდებელ ცხოვრებაშიც გადააქვს, მაგრამ მე მაგ ლაპარაკი როცა ადამიანი ერის კაცია. და წლების უკან გადაიტანა ის ყველაფერი, აბსოლუტურად სული სპექტრი, რაც გადაიტანა დაუშვათ ბუდამ. რაც ცნობილი ფილმებიცაა გადაღებული. ამ შემთხვევაში ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს? ეს უნდა იყოს დაუშვათ დაფარული თუ რაღაცა ბონეზე იმასნას გამოვაკენო დაუშვათ ქვეყანას ან უნდა გამოადგეს რამეში? თქვენი კითხვა ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ თქვენ თქვით რაც გადაიტანა ბუდამ, ბუდა ახსენეთ, მე არ ვიცი, თუ ბუდა? ნუ რა ვიცი ხო, ბუდამ ადამიანის სუბიექტური ბუდამ, აი მოდი ესე შევხედოთ, ბუდამ რაც გადაიტანა, შედეგად ბუდამ რა მიიღო? ბუდამ შედეგად მიიღო ის, რომ მან შექმნა მოძღვრება, ძალიან საინტერესო სხვათა შორის, ძალიან ბევრი საინტერესო მიგნებები აქვს. ბუდამ მიხვდა მაგალითად, რომ მისი მოძღვრებიდან გამომდინარე, ხო ვამბობთ ამას, რომ ადამიანის ტანჯვის მიზეზი არის მისი სურვილები და არსებობა
გადააქცია ფაქტიურად, გამოაცხადა ბოროტებად და არსი ცხოვრების არსებობიდან გაქცევა. და მართლაც ესია, ადამიანი იტანჯება, იმიტომ რომ მას უნდა და ეს ჩვენი სურვილები და ჩვენი რეალობები, შესაძლებლობები ძალიან დიდი განსხვავება მათ შორის და ეს განსხვავება, ეს დიაპაზონი ბადებს ტანჯვას. ბუდამას აბსოლუტურად სწორედ მიხვდა და თან ეს სურვილები, რაც ადამიანს უნდა, ყველაფერი ამაოებაა და სიკვდილით ყველაფერი მთავრდება და უაზრობა. მთელი ადამიანის ცხოვრება არის ილუზია და უაზრობა, ამასაც სწორედ მიხვდა ბუდა. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომ ბუდა ყველაფერს ამას კი მიხვდა, მაგრამ მე რა. ქრისტიანისათვის არ არის გამოსავალი გაიქცეს ამ ცხოვრებიდან. არამედ ქრისტიანისათვის სხვა რამ მოცემულობა არსებობს. საქმე იმაშია, რომ ქრისტიანისათვის თვითონ სურვილი როგორც ასეთი ბოროტება არ არის. ქრისტიანისათვის ბოროტება არის დამახინჯებული ნებელობა, რომელიც არასწორად ავლენს თავის სურვილებს, არასწორად ვლინდება. ჩვენ დიახაც ეს ცხოვრება ამაოებაა და ეს ცხოვრება საბოლოო ჯამში მთავრდება სიკვდილით. და ამიტომ ყოველი ადამიანის ნებისმიერი მოქმედება ტრაგიზმს შეიცავს, იმიტომ რომ გიყვარს კი და რა სიყვარულზე დიდი ბედნიერება ხომ არ არსებობს. ესეც კი ტრაგიზმის შემცველია, იმიტომ რომ ეს სიყვარული ამ სიყვარულსაც გაანადგურებს გარდაცვალება, როცა ჩვენ დავიშლებით და შეუერთდებით ამ სამყაროს. და ამიტომ ყველაფერს ტანჯვა მოაქვს, კარგსაც და ცუდსაც. მაგრამ ქრისტიანობა სხვა რამეს გვასწავლის. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ეს ყველაფერი სწორია, ოღონდ. ეს ყველაფერი იმიტომ არის ასე ცუდად, რომ ადამიანი თავის თავს კეტავს იმ სამყაროში, რომელსაც ხედავს, რომელსაც შეიგზნობს და რომელსაც განიცდის. ანუ ქმნილ სამყაროში. ქრისტიანობა გონება ესეთ რამეს, რაც ბუდამ არ იცის. არ იცის იმიტომ, რომ თავისთავად ადამიანი ამას ვერ მიხვდება. სამყაროს, ქმნილი სამყაროს, სადაც არის მატერიაც და სადაც არის არამატერიაც, სადაც არის ხორციც და სადაც არის სული, სადაც არის ენერგიაც და სადაც არის გარკვეული უხეში ნივთიერება, სადაც არის ესე იგი მატერიალურის მიღმა არსებობის შესაძლებლობები, სადაც არის ანგელოსთა სამყარო, სადაც არის სხვადასხვა იერარქიები ზეციური. ეს ყველაფერი ერთი ქმნილება არის, რომელიც ღმერთმა შექმნა და ღმერთი არის ამ ყველაფრის მიღმა. და ქრისტიანობა მეუბნება, რომ შენ ადამიანო, ამ სამყაროს, ამ ქმნილი სამყაროს მოქალაქე კი არა ხარ. შენ ჩემი მოქალაქე ხარ, ზეცის მოქალაქე ხარ. და ქრისტიანობა გეუბნება, რომ ღმერთი არის ცოცხალი, პიროვნული არსება, მაგრამ იგი არ არის მარტო მყოფი, იმიტომ რომ ერთი არსება, ერთი არსება და სამი პიროვნებაა ღმერთი. ანუ ღმერთი ერთია არსებით, მაგრამ შიდა ცხოვრებისათვის, მოდი ესე ვთქვათ, იგი სამი პიროვნება. ამიტომ ღმერთი არ არის მარტო მყოფი, არის მამა ღმერთი, რომელიც სულ ყოველთვის მამა, ესე იგი მას ყავს ძე, რომელიც სულ ყოველთვის არის, იმიტომ რომ მამა ყოველთვის არის მამა და სულიწმინდა ღმერთი გამომავალი მამისაგან, რომელიც სულ ყოველთვის არის. და არა მარტო მყოფი ცოცხალი ღმერთი არის სიყვარული, იმიტომ რომ მამას, ძეს და სულიწმინდას სამ პიროვნებას, რომელიც არის ერთი ღმერთი, აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, რომლის საზომი არის უმაღლესი სიყვარული, სრული თავგანწირვა და სრული დახარჯვა ერთმანეთისათვის. და ქრისტიანობა გვეუბნება, რომ მან თავისი ნებით ღმერთმა ყოვლადწმინდა სამება შექმნა სამყარო და ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ სამყაროში ვხედავთ, შევიგრძნობთ, განვიცდით, გვტკივა და გვახარებს, ყველაფერი ამაოა ადამიანისათვის. იმიტომ რომ ადამიანი დაბადებული არის მამასთან, ძესთან და სულიწმინდა ღმერთთან ურთიერთობისათვის. ამიტომ თქვენ თუ რაიმე გამოცდილება გაქვთ, სულიერი, სუბიექტური, ტრანსცენდენტული, უпростоრად ის რასაც მისტიკა ქვია, იმიტომ რომ ტრანსცენდენტული ცოტა სხვა სიტყვა ამ შემთხვევაში უფრო ღმერთს მიასაგება, რაც მისტიკაში, ანუ საიდუმლოებრივ სფეროებს ეხება, რომელსაც თვალით ვერ დავინახავთ, ერთის ხელით ვერ შევეხებით, მაგრამ ის არის, ანუ სულიერი სამყარო, რაღაც ენერგიები, რომელიც თუ ესეთი გამოცდილება გაქვთ, ამ გამოცდილების გამოყენება შესაძლებელია ერთი მიმართულებით, რომ მეტად მოგემატოთ რწმენა ცოცხალი ღმერთისა, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი არის ცოცხალი ღმერთი და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დატოვოთ თავისი ყველაფრით და ეძებოთ ის, ვინც ყოველივე შექმნა. თორე
რაღაცა სიმბოლურად შეიძლება ესე ვთქვათ, მე თუ მინდა მაგალითად რომ აღმოვჩნდე პარიზში და ვარ მატარებელში, მე შეიძლება რომელიმე სხვა სადგური მომეწონოს ძალიან გარეგნულად, რა ლამაზია უთქვა და ჩავიდე იქ და მეგონოს ის პარიზი და აღარ აღმოვჩნდე პარიზში. ანუ ჩემი მიზანი გაცილებით დიადია, ვიდრე ნებისმიერი ნეტარი მდგომარეობა ამ სამყაროში. პავლე მოციქული ამას ესე ამბობს, თქვენ ზეცის მოქალაქენი ხართ. ზეცაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ცოცხალი ღმერთი. აი ესე, ამიტომ თუ თქვენ ამ გამოცდილებას გამოიყენებთ იმაში, რომ თქვენ ღმერთი სადმე რწმენა უფრო გაგეზარდოთ და უფრო მეტად დაინტერესდეთ ღმერთით, რომელმაც მთელი ეს სამყარო შექმნა თქვენთან ერთად, თქვენც მან შექმნათ. უფრო მეტად დაინტერესდეთ ღმერთით, ვიდრე უბრალოდ პირადი გამოცდილებით და პირადი გამოცდილებით კი არ უნდა ააგოთ თქვენ ყოფიერების სურათი. არამედ პირადი გამოცდილება უნდა შეამოწმოთ ობიექტური გამოცდილებით, რომელიც ღმერთისაგან მოვიდა. ქრისტიანობაში აი ეს უპირატესობა, ქრისტიანებს მოგვეცა, ჩვენ არ ვამაყობთ მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობებით. ჩვენ ღმერთმა თავი დაიმდაბლა, ადამიანად მოვიდა და განგვიცხადა, როგორია ყოფიერება, რა არის საიდუმლო ყოფიერებისა. გესმით? აი ეს და ჩვენ აი ეს ცოდნა გვაქვს რა, შესაბამისად უკვე ყველას ვეუბნებით, რომ ხალხო არის ღმერთი და ღმერთი ვეძებოთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა გენიალური და ფენომენალური იყო, თქვა უნიჭიერეს ისეთი როგორც ბუდა იყო, მერე მაინც ჩდება კითხვა და მერე რა, როცა ადამიანი რაც არ უნდა ფენომენალური იყოს, აი ამ ქმნილ სამყაროს ჩაკეტილი აღმოჩნდება, იმიტომ რომ ის არ ეძებს ცოცხალ კავშირს მარადილ ღმერთთან, რომელიც ამ ქმნილი სამყაროს მიღმა და ყოველგვარი ჩვენი გამოცდილების მიღმა. როგორც მითხეს რეკლამაზე გავდივარ და ცოტა ხნის მერე ისე ვიქნებით პირდაპირ ეთერში. კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც მეუბნებიან, ჩვენ ყავს მსმენელი კითხვით. გამარჯობა, დაგლოცეთ მამა. ქრისტემ დაგლოცეთ, გაიხარეთ. მამა, რა კითხვა მაქვს, ესე იგი ერთი კი არა, ორი კითხვა მაქვს უბრალოდ. ადამიანი აი მკვლელი მაგალითად რო არის ვიღაცა სიტყვაზე რაღაცა შეემთხვა, ნუ რაღაცა და მკვლელი არის და ვიღაცა სხვა თუ მოკლა. ამ მკვლელის ისა რა ქვია, ცოდვები იმას ეწერება, ანუ ეს ეხსნება რაღაც მაგალითად, ეგეთი კითხვა. შედარებით ვიძახი რა, ეხლა ძალიან იმაზე კი არა, მანიაკზე საუბარი. და მეორე, აი ეს მართალია, ერთხელ დავით გარეჯში ვიყავი და მამა ვსაუბრობდა, რომ ანუ თუ უეჭველი აი ხედავ და იცი რომ ნამუსი უნდა გხადო, ანუ გაუპატიურონ და თავი მოიკალი, მაგ დროს უეჭველი, ანუ ნეტარებაში მიდიხარო. ეს მართალია? მადლობთ, მამა. ой, ზოგადი საერთო პასუხი ორივე კითხვაზე ესეთია. ადამიანის ცხონება გაცილებით მაღალი კატეგორიაა, ვიდრე რაიმე გარეგანი ფორმით აღსრულებული წესი, ცხოვრების წესი ამავე დროს და დასრულებული სიცოცხლე. ანუ ადამიანის ცხონება ეს არის ღმერთთან პიროვნული ერთობა და ეს ერთობა კიდევ ვიმეორებ გაცილებით მაღალი კატეგორიაა, ვიდრე თქვათ, მკვლელი სხვა მკვლელმა მოკლა ადამიანმა თქვათ ქალწულმა თავი მოიკლა იმის გამო რომ თქვათ მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ყველაფერი გააკეთოს ადამიანმა, მათ შორის და ეს ადამიანი სულაც არ იყოს მაინდა-მაინც ქრისტიანი და იმიტომ რომ არაქრისტიან ადამიანსაც, ათეისტსაც კი ძვირად უღირს და უყვარს თავისი სიწმინდე, ქალწულს პატიოსნება და ასევე არაქრისტიანებშიც ხდება, რომ ერთ მკვლელი მეორე მკვლელს კლავს და ანუ თავისთავად ეს მაცხონებელი არ არის, თავისთავად. უბრალოდ თუ ადამიანი ცხოვრობს მიუხედავად თავიანთი ცოდვებისა, ადამიანი გარკვეული გმირობებისაც მაგალითად. თუ ადამიანი ცხოვრობს სულიერი ცხოვრებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მოდი ჯერ ასე დავიწყოთ, მერე საჭიროა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღმერთი და თulis რომ ღმერთის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს და ეგონ ეს მოსაზრებად კი არ რჩება და რაღაც ფილოსოფიურ თეზისად მის გონებაში, არამედ ეს არის ცხოვრების წესში გამოვლენილი თეორია, რომელიც უკვე თეორია აღარ არის თავისთავად ცხადია.
ასე დროს უკვე თქვათ ნებისმიერ მის საქციელს და მის ქმედებას გარეგნულს უკვე სხვა არსი ენიჭება. ჩვენ ვიცით რომ საფუთხეში პირველი შევიდა მკვლელი ზუსტად ჯვარცმული, რომელსაც უამრავი ცოდვა და დანაშაული ჰქონდა, მაგრამ ის ცხონდა არა იმის გამო, რომ იგი მკვლელია და მას სახელმწიფო სასამართლო სიკვდილს მიუჩენს და კლავენ. ამის გამო კი არ ცხონდა, რომ იგი მკვლელი კვდება ძალადობით და კლავენ ჯვარზე. არამედ მან მომაკვდავ ქრისტეში ღმერთი შეიმეცნა და მასთან ერთობაში მოვიდა. მაგრამ უდაოა, რომ მას ეს მდგომარეობა, რომ ჯვარზე კვდება, დაეხმარა. მან ამ მდგომარეობაში შეიმეცნა ღმერთი. ასევე შეიძლება რომ თქვათ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ცუდ საქციელს ჩადის, თქვათ, ან თქვათ ბევრს არა და ერთი ჩაიდინა, მაგრამ ეს მთელი ცხოვრება ამძიმებს და ამ დროს მასაც კლავენ. შეიძლება მან ამ მომენტში გაიაზროს, რომ მე რომ მოვკალი, ახლა მე ამის გამო ვისჯები და სამართლიანად ვისჯები. და ესე იგი, რადგან ეს სამართალი ჩემზე აღსრულდა, ესე იგი არსებობს სამართლის მოქმედი ღმერთი და რადგან ღმერთი არსებობს და უცებ ხდება მასში გარდასახვა და სიკვდილის წამებში, გარდაცვალების წამებში ის ამბობს უფალო შემიწყალე, მაპატიე რაც მე გავაკეთე, შენთან მამყოფე, შემიწყალე, მომიხსენე. ესეთი ადამიანი მართლა ჯვარცმული ავაზაკებით მიდის და რატომაც არა შეიძლება უფალმა აცხონოს. ანუ ღმერთის გარეშე ცხონება არის ცხონება არ არის ჯილდო, რომელსაც ადამიანი იღებს უბრალოდ ღმერთისაგან, ხო? ცხონება ეს არის მდგომარეობა, ადამიანის მდგომარეობა, რომელიც რეალიზდება მარადისობაში. და ამ მდგომარეობის თანამონაწილე ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს. ამ თანამონაწილეობის გარეშე ადამიანი ვერ იქნება, ადამიანი ხო საგანი არ არის, რომ რაღაცა ცხოველი ხო არ არის, რომ რაღაც მდგომარეობაში ამყოფო, ის პიროვნებაა და ის თანამონაწილე უნდა გახდეს. რაც შეეხება ქალწულების საკის თვითმკვლელობას ამ შემთხვევაში გულისხმობ, გააჩნია ალბათ ყოველი мотивация ბევრ ამას განსაზღვრავს და მეც თქვათ წაკითხული მაქვს, რომ ზოგ ადამიანს ჩაუთვლია ასე, რომ ეს არ არის თვითმკვლელობა, არამედ ეს არის სიწმინდის დაცვა. თუმცა საწინააღმდეგო აზრიც გამიგია, მაგრამ ეკლესიის ისტორიაში ყოფილა ეს ფაქტები, რომ ესეთი ადამიანები თვითმკვლელებად არ შეურაცხავთ. კი, ეს არის ეს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თავარი ამ შემთხვევაში სარჩული რაუდევს ამ ყველაფერს, გესმით? იმიტომ რომ ადამიანური სიწმინდე და ადამიანური პატიოსნება თავისთავად საკმარისია და ადამიანური გმირობაც თავისთავად არ არის საკმარისი ღმერთთან მარადული ურთიერთობისათვის. ადამიანს არ აქვს ის რესურსი, რითაც ის შეძლებს რაღაცა ჩაიდინოს ისეთი გმირობა, რომ ის ღმერთამდე ავიდეს. ამის რესურსი არ აქვს. ადამიანს არ აქვს რესურსი გაარღვიოს ეს სამყარო და მივიდეს ღმერთთან. ამის რესურსი ადამიანს რო ქონოდა, თავად ღმერთი არ მოვიდოდა ადამიანად, ხო გესმის? ადამიანად ღმერთი იმიტომ მოდის, რომ ღმერთი ადამიანად იმიტომ მოდის, რომ მაგალითიც მოგცეს და შეგვიერთოს, გვეზიაროს და აგვიყვანოს. ადამიანს ეს რესურსი არ აქვს. ამიტომ ეს გმირობა არის ერთგვარად ამზადებს ადამიანის ცხონების საკითხს, ადამიანს კარგ ნიადაგად აქცევს ადამიანს, კარგ ნიადაგად. მაგრამ ამ ნიადაგში უნდა დაითესოს საღვთო თესლი და ის უნდა აღორძინდეს. თავისთავად ეს საღვთო თესლი, ანუ საღვთო სიცოცხლე ადამიანში არ არის. აი ეს არის. ზარია პირდაპირ ეთერში. ქრისტიანობა ჭეშმარიტად აღსდგა. საქართველოს ულოცავ ნიკოლოზობას. აიხარეთ. მის გაყოფილიყოს ჩვენ ლოცვა ჩვენზე გავრცელებული და გაგრძობილი, რომ განმტკიცებული იყოს საქართველოში მართლმადიდებლობა მთლიანად. ახლა რა მინდა გითხრათ, ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ სწავლება ეს, ღვთიური სწავლება, რომ ჩვენ ყველანი ვართ ზეცის მოქალაქენი. გასაგები ეს ვიცით ყველა. მაგრამ ახლა რა მაინტერესებს, ვერავინ ამიხსნა ეს, რომ არის ასეთი ნათქვამი, რომ როცა ბოლო ჟამის შემდეგ ხდება ახალი მიწა, ახალი ცა. ახლა თუ ჩვენ ეთერული სხეულებით ავმაღლებით ზეცაში
და ვართ ზეთის მოქალაქენი მიწა რაღაცაშია. აი ეს ვერ გავიგე, ახალი მიწა რას ნიშნავს ეს? მატერიალური მიწა იქნება თუ უფრო სხვა ცნობიერება. აი ეს გამარკვევთ, კარგად ვერაფერ არ გავიგე. კარგად განებოდეთ. ჩვენ იმისათვის რომ ამ საკითხში გავერკვათ, უნდა გავიაზროთ, როცა ვამბობთ ქრისტე აღსდგა, რას ულოცავთ ერთმანეთს. რას ნიშნავს ქრისტეს აღდგომა? ქრისტე აღსდგა სხეულით. და ქრისტიანობა ასწავლის სხეულებრივ აღდგომას მარადისობაში. ადამიანი არის პიროვნება, რომელიც რეალიზდება სულითა და ხორცით. და ღმერთმა შექმნა ადამიანის სულისა და ხორცის ერთობით. როგორც სამყაროს გვირგვინი, ქმნილების გვირგვინი და ქმნილებაში არის მატერიალური სამყარო, მათ შორის ცხოველები არიან, ქმნილებაში არის ანგელოზებრივი სამყარო, გონიერი არსებები, რომელსაც სხეული არ აქვს და ადამიანი არის ამათი გაერთიანება. ამიტომ არის ადამიანი ქმნილების გვირგვინი. ზოგს აშფოთებს, როგორ ღმერთთან შეიძლება იყოს ანგელოზი, მაგრამ ხორცი როგორ უნდა იყოს? ღმერთისათვის ანგელოზის უსხეულო ბუნებაც და ადამიანის ხორციელი ბუნებაც ადამიანის სულისა და ხორცის თანაბრად უსასრულოდ დაშორებულია. აი წარმოვიდგინოთ, ღმერთი არის უსასრულობა. და თქვათ, ანგელოზებრივი ბუნება წარმოვიდგინოთ, რომ არის თქვათ რაღაცა ერთეული, ხუთი ერთეული. და თქვათ, ხორციელი ბუნება თქვათ არის 1000 ერთეული. 1000 უფრო მეტია უსასრულობაზე თუ 5, ან 1000 მიუმატოთ და მე 5 მიუმატოთ, ანუ რამე ემატება ან აკლდება უსასრულო, ანუ უსასრულობასთან მიმართებაში 1000-იც და 5-იც ერთ და იგივეა. და მეც ასე გეტყვით, უსასრულობასთან მიმართებაში ეს მილიარდიც და 2-იც ერთ და იგივეა. ანუ ზოგი ფიქრობს, რომ ზოგი თუ როცა ფიქრობს, რომ ღმერთთან ერთობაში შეიძლება იყოს სული და არ შეიძლება იყოს მატერია, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ სულიცა და მატერიაც ღვთის ენერგიის მიერ შექმნილი ენერგიებია. მატერია ენერგია. ამას თანამედროვე ფიზიკა ამტკიცებს. სულიც ენერგია. მათ შორის არის განსხვავება, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს განსხვავება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანს უპირატესობა აქვს ღმერთთან მიმართებაში. სულ ერთია. ღმერთი თანაბრად დაცილებულია, როგორც სულისგან, ისე ხორცისგან. ადამიანი არის პიროვნული არსება, რომელიც თავის თავში მოიცავს ხორცსაც და სულსაც. ან ადამიანი არის პიროვნული არსება, რომელიც თავის პიროვნულობის რეალიზებას ახდენს სულითა და ხორცით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამიტომ აქედან გამომდინარე, მარადიული სიცოცხლე ადამიანისათვის არის მარადიული სიცოცხლე მისი პიროვნებისათვის, მაგრამ ადამიანური პიროვნება არის სულისა და ხორცის ერთობა. პიროვნება, რომელსაც ხორცი არ აქვს, ეს არის ანგელოზი, ის ადამიანი არ არის. და კიდევ ერთი საინტერესო სწავლება ქრისტიანობისა. ადამიანი პოტენციაში უფრო დიდია ვიდრე ანგელოზი. რატომ? იმიტომ, რომ ის ადამიანი როგორც პიროვნება რეალიზდება სულისა და ხორცის ერთობით და არა ანგელოზივით მარტო სულის ერთობით. იმიტომ, რომ სულისა და ხორცის ერთობა ნიშნავს, რომ ადამიანური პიროვნება თავის თავში მთელ სამყაროს მოიცავს, რასაც ანგელოზი ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სულისა და ხორცის ერთობა ადამიანში ქმნის ერთგვარ რთულ ბუნებას და რომელიც აძლევს ადამიანს დიდ შემოქმედებით უნარს. ადამიანის შემოქმედი არსება ამ სიტყვის არა მეტაფორული გაგებით, არამედ რეალისტური გაგებით. იცი როგორც მაგალითად მე ვიოლინე გენიალური, ვერაფერს იზავდა თუ მას ვიოლინო არ ექნებოდა. მას ვიოლინო უნდა კონდეს, რომ თავისი გენიალურობა ინსტრუმენტთან ერთად განახორციელოს. ხორცი ამ შემთხვევაში სულის ინსტრუმენტია. სულისა და ხორცის ერთობა თელ სამყაროს ადამიანს თელ სამყარო დაქცევს, უნიკალურ სამყაროდ. რაც შეეხება ჩვენ ზეთის მოქალაქენი ვართ, ეს არის მოქალაქეობა მამასთან, ძესთან და სულიწმინდასთან. ეს მოქალაქეობა არის სულითა და ხორცით, ან უпростоრედ ეს მოქალაქეობა არის ადამიანური პიროვნების, რომელიც არ არსებობს სულისა და ხორცის გარეშე. ადამიანი რო კვდება, ეს დაცილება დროებითია. და ადამიანი ვერ არის სრული ადამიანი, სანამ არ მოხდება აღდგომა უფლის დაბრუნების მერე. ქრისტე ამაღლდა, აღდგომის მერე ამაღლდა და დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. ამაღლდა რითი? ადამიანური ბუნებით. რა არის ადამიანური ბუნება? სულისა და ხორცის ერთობა. იმიტომ რომ მანამდე აღდგა მკვდრეთი.
ახალიცა და ახალი მიწა რა არის? არ ვიცი. იმიტომ რომ ეს არის ის რეალობა, რომელიც საღვთო წიაღში არსებობს ჩვენთვის ადამიანებისათვის და ანგელოზებისათვის. ეს რა არის? არავინ არ იცის. იმიტომ რომ ამის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აი ეს არის. ამიტომ არის მთელი რიგი საკითხები ბიბლიაში, რომლის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. არც არავის არ აქვს. იმიტომ რატომ? იმიტომ რომ ეს რეალობა ჯერ არ არსებობს. ქრისტიანული სწავლებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამაღლებულია აღდგამკვდრეთით და ამაღლებულია ხორცით. ის საფლავში არ არის. და არის ღმერთთან. როგორ? სადაც ქრისტია. ეს არავინ არ იცის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი პატარა გამოცდილებით და პატარა შესაძლებლობებით გავიაზროთ ყოფიერების საიდუმლოება. ჩვენ არათუ ყოფიერების საიდუმლოების გააზრება არ შეგვიძლია, არამედ ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია ოკეანის სიღრმეში რა საიდუმლოებაა და რა არის ოკეანე, საერთოდ ბოლომდე კაცმა არ იცის. დღემდე არის აბსოლუტურად თეთრი ლაქები ოკეანეში, ამაზონის ჯუნგლებშია თეთრი ლაქები, რომელიც ბოლომდე არ იცის, შესწავლილი არ არის კაცობრიობის მიერ. მთვარი აგერ ორნაბიჯია ჩვენთან და ის არ ვიცით ბოლომდე როგორია. თვალის მეორე მხარე არავის არ უნახავს. ეს ალბათ იცით ასტრონომიაში, ეს ჩვენ მარტო თვარის ერთ მხარეს ვხედავთ. ანუ მე იმის თქვა მინდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, ადამიანური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია და ჩვენ როცა მთვარი არ იცი როგორია, ოკეანის სიღრმეში რა ხდება არ იცი. ამაზონის ჯუნგლები ვერ გამოგიკვლევია, ანტარქტიდა ეს მეხუთე კონტინენტი უდიდეს საიდუმლოებას ატარებს და ბოლომდე გააზრებული არ არის ეს რა არის და როგორ მოქმედებს. და ასე შემდეგ როგორ რა გავიკვირ ჩვენ ლოგიკით ყოფიერების საიდუმლოება და ამოხსნათ გავცეთ პასუხი კითხვას. კი, მაგრამ რას ნიშნავს მარადისობაში მატერიალური სამყარო? ეს როგორია და რა არის? არ ვიცი. არ ვიცი. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ჩვენ როგორც პავლე მოციქული ამბობს, საღვთო ღვთისახლეული ვართ, ანუ ღვთის ოჯახის წევრები ვართ. ეს საოცარი სიტყვებია. ეს გაცილებით უფრო თბილი სიტყვებია და ახლობლური, უფრო გვაახლოვებს ღმერთთან, ვიდრე ზეთის მოქალაქე. ზეთის მოქალაქეობა დიდებული სიტყვებია. მაგრამ უდიდებულეს სიტყვებია, როცა წერია, რომ ჩვენ ესე იგი ღვთის ოჯახის წევრები ვართ. და როგორ ვართ ღვთის ოჯახის წევრები? რას ნიშნავს ეს? ასე რომ ეს ყველაფერი და ქრისტიანული ცხოვრება არის საოცრია, როცა ადამიანი სულიერად სწორად ცხოვრობს, იწყება მისი განხრთობა და მისი სული და ხორცი იძენს სხვა თვისებებს, ჯერ კიდევ ხორცში მყოფისა. და ეს წმინდათა ცხოვრებაში ბევრს ვკითხულობთ ამას და მათი მდგომარეობა ხორციელიც კი სხვანაირია და გარდაცვალების მერეც მათი ხორციელი ბუნება სხვანაირია. ხო, ასე რომ ქრისტე მოვიდა ადამიანად, ანუ ძღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, მან როგორც ადამიანმა გაიარა ცხოვრებისეული ყველა ის გზა, რასაც ჩვენ გავდივართ და გააგრძელა აღდგომით, ამაღლებით და ყოვლადწმიდა სამების წიაღში მარჯვენით ღვთისა დაჯდომით. და თქვა, სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ მნებავს, სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. საღვთო შეუვალი ნებელობით ბრძანა ეს. აი ეს არის ჩვენი გზა, დანარჩენი უფალი გამოაჩენს, მაგრამ განხრთობის ეს პროცესი, როცა წერია ქრისტიანობა გონება, რომ შენ ღმერთი უნდა გახდე, ეს რას ნიშნავს? ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ ამ პროცესის დასაწყისის თანამოზიარნი ჩვენ აქ თუ არ გავხდით, მარადისობაში ჩვენ ღმერთთან ვერ ვიქნებით. ამ პროცესის თანაზიარობა არის სწორედ ის სკოლა, რასაც ჩვენ გვთავაზობს ეკლესია 2000 წლის განმავლობაში. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის? რა არის ეკლესიის სწავლების არსი? რა არის? რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქრისტეს დავემსგავსოთ და მასთან ვიყოთ მარადისობაში და ეს მასთან მარადისობაში მყოფობა იწყება აქვე. რა უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად ამისათვის? როგორ შეიძლება ჩვენი თანამონაწილეობა ამ საქმეში რეალიზდეს, გამოვლინდეს? აი ეს არის. და დანარჩენი საიდუმლოებები მე ჩვენთვის ყველაფერი გაიხსნება. ნაწილი ცოტა აქ შეგრძნებითად და მომავალში სრულად. ზარია პირდაპირ ეთერში. ავადეოდორე, ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ მე მაინტერესებს თქვენი გადაცემები და ყოველთვის უყურებ ხოლმე სხვათა შორის და უსმენ და სხვა ბოძრებსაც უსმენ, მაგრამ მე მინდა ერთი აი უფრო კომპეტენტური ადამიანის ჩემთვის ასე არის ყოველ შემთხვევაში გამოცდილი ადამიანისგან მივიღო ის პასუხი, რაც მე მაინტერესებს აი იმ თემაზე რა, რომ ვისწავლო ისე როგორც არის საჭირო. მამაო,
ერთი რამე არის, აი ორჩეფობა არის ხოლმე და რაღაც აზრების განსხვავებები. დღევანდელ დღეს მაგალითად აი უნათლაობაზე, ცხონებაზე, უნათლავ ჩვილებზედაც და საერთოდ უნათლავ ადამიანზე და მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა მამაო, საერთოდ ჩემი აზრით უაზრო აზრით მე იმას ვფიქრობ, რომ უნათლავი არ ცხონდება, გიდა პატარა იყოს, ჩვილი იყოს და გიდა მოზრდილი იყოს ის და მით უმეტეს კიდე აი იმას ამბობენ ხოლმე რომ თითქოს აი მოწყობილებს ვეძახე რა ქვია აბორტით ძალისხმევ თავიანთ შვილებს იმათზე და თითქოს რაღაც შეღავაც უკეთებს ზოგიერთი მოძღვარი რომ თითქოს აი ესენი დატანჯულები რო არიან და ასე რომ დახოცეს შესაძლებელი იქ რაღაცა რო გადარჩეს მაგრამ ჩემი აზრით ყველა უნათლავი მამაო ვიც არ უნდა იყოს დიდი პატარა იყოს და დიდი მოზრდილი არ ცხონდება რა უფალ თვითონ ამბობს რომ ვიც დათელი იყოს რომ გადარჩესო და მე არ ვიცი მამაო შეიძლება ძალიან ცნობილებაში ვარ შესული მე პირადად და ძალიან ვიცი ვარ ამ ამბავზე და მინდა რომ თქვენ ეს ლამაზი აზრი მითხრათ და მასწავლოთ როგორ არის ეს სინამდვილეში მამაო რა თქვენ გენაცვალეთ ის რაც თქვენ იცით რომ ადამიანი ცხონდეს უნდა მოინათლოს ეს ვიცი მეც და ჩვენ ამის მეტი არაფერი არ ვიცით ადამიანმა მოინათლოს რომ ცხონდეს ამიტომ და მაგრამ როცა ამას ესე დაჯინებით ვამბობთ უნდა ვიცოდეთ რატომ არის საჭირო ადამიანი მოინათლოს და ცხონდეს არ მოინათლოს ესე ცხონდეს რა მოხდება რატომ არის საჭირო ნათლობა რა ხდება ნათლობის დროს და რა არის ნათლობის ფენომენი საერთოდ ერთის მხრივ ეს არის დიდი საიდუმლოება იმიტომ რომ საიდუმლოებაა მოკლედ იმიტომ რომ ეს არის ღმერთთან ერთობა და ღმერთთან ერთობა თავისთავად ცხადია საიდუმლოება და ამის ბოლომდე განსაზღვრება არ შეიძლება ეს ერთი მაგრამ მეორე რაც შეიძლება ჩვენ გავიგოთ ადამიანს აქვს დაზიანებული ბუნება დაზიანებული კაფუჭებული მანქანა ადამიანი დაზიანდა მას ყველაზე მთავარი დაზიანებულ ბუნებაში ყველაზე მთავარი ეს არის ადამიანის უნარობა რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს ადამიანი რაც არ უნდა გმირი იყოს რაც არ უნდა პიროვნულად ცოდვებს არ ჩადიოდეს მას ღმერთთან ყოფნის უნარი არ აქვს ამას ამბობს ქრისტე ძალიან ესე ასევე იმპერატიულად ადამიანისათვის შეუძლებელია იყოს ღმერთთან. ადამიანისათვის შეუძლებელია ცხონება და გახსოვთ აქლემისა და ნემსისხროლის ცნობილი მაგალითი მოყავს. ეს ესე იგი ერთი მხარე, შეუძლებლობა ადამიანისაგან რომ ცხონდეს. ნათლობა, იმიტომ რომ დაცემული ბუნება აქვს. ადამიანი არის არსება, აი მაგალითად ღორი ვერასოდეს ვერ გახდება ძაღლი, როგორც არ უნდა გაწუთნა. შეუძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტით ღორი არ ჩამოუვარდება ძაღლს, ვერასოდეს ვერ გახდება ღორი ძაღლი. ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რატომ? იმიტომ რომ მისი ბუნება არ შეუძლია, მის ბუნებამ არ შეუძლია თავის თავში დაიტიოს, თქვათ ადამიანისადმი ისეთი ერთგულება, სიკვდილამდე ერთგულება, როგორც შეუძლია ძაღლს. ეს არის სხვა ბუნება, ძაღლი არის სხვა ბუნება, ღორი არის სხვა ბუნება. ადამიანს აქვს ის ბუნება, რომელსაც არ შეუძლია ღმერთთან ყოფობა. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ადამიანი არ იყო ეგეთი, მაგრამ როგორც კი მან დაკარგა ეს კავშირი ღმერთთან და მისი ბუნება დაზიანდა, ეს არის ფაქტი, რომ ადამიანს არ შეუძლია ღმერთთან ყოფობა. ნათლობა არის საიდუმლოების დასაწყისი, შემავალი კარებჭი ამ საიდუმლოებაში, ნათლობის დროს იწყება კურნება დაცემული ადამიანური ბუნებისა და მასში იწყება თვისობრივად არსობრივად ახალი სიცოცხლე, ანუ ისეთი სიცოცხლე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და უნარი ღმერთთან მარადული მყოფობის. ამ დროს ადამიანს შემოდის სხვა სიცოცხლე. ეს სიცოცხლე არ არის მიწიერი, არც ანგელოზებრივი. ეს სიცოცხლე არის სამყაროს მიღმიერი, ანუ ღვთაებრივი სიცოცხლე შემოდის. ეს არის ნათლობის არსი და ეს სიცოცხლე რო შემოდის, ადამიანში უკვე იწყება ეს პროცესი ღმერთთან ყოფობის დატევნისა, შესაძლებლობა ეძლევა ადამიანს ღმერთთან ყოფობისა. მაგრამ ეს არ ხდება ადამიანის პიროვნული ჩარევის გარეშე. ადამიანის თავისუფლებას შეუძლია შემოსულ მადლს უთხრას უარი. არა იმდენად სიტყვით, არამედ საქმით, ცხოვრების წესით.
ერთგვარად დაბლოკოს ეს მადლი. ადამიანმა იქ დაბლოკა 64-ში ღმერთი და ადამიანს შეუძლია ახაც დაბლოკოს. თქვას არა, ცხოვრების წესით, კიდევ ვიმეორებ. პრინციპში არსობრივად იგივე გააკეთოსაც გააკეთა ადამმა. ღმერთი მოვიდა ჩემთან, აი მონათლულიც ვარ, შეიძლება მაზიარებელიც ვარ. ღმერთი არის ჩემთან, ხო? ერთის ხრივ, მეორეს ხრივ, ჩემი ბედნიერებისათვის მე ამ ქვეყნიურ ცხოვრებას ვირჩევ და გავდივარ ჩემი თავიდან გარე და ბედნიერებას ვეძებ გარე. რა თქმა უნდა, ცდუნებული ეშმაკისაგან და ამასოფლის სულისაგან. ესე იგი, იმისათვის რომ ადამიანი ცხონდეს, ორი რამ არის საჭირო. პირველი და პირველი მეორე, რომელი პირველი იქნება, რომელი მეორე, ახლა ამის რიგითობა არ მიყვარს ამ შემთხვევაში, ორი რამ არის საჭირო. ერთი ის რომ შენ მადლით უნდა ხარ გამოხსნილი და ეს მადლი არის შენში ახალი სიცოცხლის დასაწყისი, რომელიც საფუარებით უნდა შემოვიდეს შეშ და მთელი ცომი აღაფუვნოს, როგორც უფალი ამბობს ერთ-ერთი გავში და შენი პიროვნული თანხმობა და გადაწყვეტილება, რომ ეს საფუარი, რომელიც შენს გარეშე არ აფუვდება, აფუვდეს და მთელი შენი არსება მოიცვას. როდესაც საუბარია ჩვილებზე და მუცელში მოწყვეტილებზე, პრობლემა აქ იმიტომ წარმოიშობა ხოლმე და ჩვენ ვიცით ეს თელი რიგი პოლემიკები როგორ იყო აქ, იმიტომ წარმოიშობა რომ ღმერთი გარდა იმისა, რაზეც ჩვენ საუბრობთ, არის პლუს სამართლიანი არსება. და როდესაც საუბარია ჩვილების თემაზე, პრობლემას ქმნის უსამართლობის განცდა, როდესაც ადამიანს პიროვნული არჩევანი არ გაუკეთებია არც ღმერთის სასარგებლოდ, არც ღმერთის საწინააღმდეგოდ, და თქვათ, როცა მე ადამიანი ამბობს, რომ გარანტირებულად ეს ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში. აი ეს უსამართლობის განცდა ხშირად იწვევს აი ამ პოლემიკას. მით უმეტეს ამას ამძაფრებს ის, რაც თქვენ არ თქვით. თქვენ თქვით აბორტი, თქვენ ახსენეთ ჩვილი ბავშვები, მაგრამ არ თქვით ერთი რამ, როცა დედას მუცელი ეშლება ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ქრისტიანობა ასწავლის, რომ არც ერთი სული არ იბადება ამ ქვეყანაზე ღმერთის ჩარევის გარეშე. ღმერთისგან მოდის ყველა ადამიანი. ღმერთისგან მოვიდა ადამიანი დედის წიაღში, არც ერთი ადამიანი არ მიდის ღმერთის გარეშე ამ ქვეყნიდან, ღმერთის ჩარევითვე ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. ეს ყველაფერი მოხდა დედის წიაღში. ბუნებრივია ვერ მოინათლებოდა, იმიტომ რომ დედის წიაღში იყო, არ დაბადებულა. ეს კიდევ უფრო მეტად ბადებს უსამართლობის განცდას ადამიანში, როდესაც თქვათ, ყველა ესეთ ბავშვს ჯოჯოხეთში უშვებენ. გამოსავალი ამ სიტუაციაში. გამოსავალი მე ჩემთვის გამოსავალი ესეა. მე ვამბობ, რომ ადამიანი რომ ცხონდეს, უნდა მოინათლოს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რასაც მე წმინდა წერილში ვკითხულობ. წმინდა წერილში არის ესეთი ადგილი, ორ ადგილს მოვიყვან. ეკლესიას რა ძალაუფლება მისცა, ეკლესიას საოცარი ძალაუფლება მისცა უფალმა. ეს არის სასუფევლის გასაღები. ჩვენ ვიცით, მე კი არ ვიცი ხა ესეთი. ეკლესიის ღვთივ ეკლესია როგორც სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა და მე ამაში გულისხმობ მართლმადიდებლურ სწავლებას ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა და იმ მადლმოსილ ორგანიზმს, რომელიც მართლმადიდებლობას გააჩნია, რომელიც თავისი სწავლებითაც და დოქტრინალურად არის აბსოლუტურად უნიკალური. ზოგი ფიქრობს, რომ თქვა კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა ერთ და იგივე, არ არის ერთ და იგივე. ყველაზე მთავარში არ არის ერთ და იგივე. ღმერთი როგორ ვეძებო? ღმერთის ძიების მთავარი იარაღი არის ლოცვა. აი ღმერთი როგორ ვეძებო, აი ამ მთავარი იარაღში არ არის ერთ და იგივე მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი. მეცაც გეტყვით, კათოლიციზმი სამწუხაროდ საშინლად ებრძვის და უარყოფს, თქვათ, იმ ცოცხალი ღმერთის ძიების იმ სახეს, რასაც ისიხაზმი ქვია, რასაც გონიერ ლოცვა ქვია, რომლის აპოლოგეტი და ფორმულირებაში გამომყვანი, რომელიც ტრადიციულად არსებობდა ჯერ კიდევ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლიდან, როგორც ისიხასტი მამები ამბობენ და ძველ აღთქმაშიც არის ამის მაგალითები, რომლის აპოლოგეტად და დოგმატურ ფორმულირებაში მომყვანად გვევლინება უდიდესი წმინდანი გრიგოლ პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი. და ის კრებები, რომელიც მასთან დაკავშირებით იქნა მოწვეული, სოფლიო კრების სტატუსი აქვს ფაქტობრივად ამას. და აი ამ ყველაფერს კათოლიკები დაჟინებით ებრძოდნენ. და ქრისტიანობა გადააქციეს ჰუმანისტურ მოძღვრებად. ჰუმანისტური მოძღვრება თავისთავად თითქოს ცუდი რატო უნდა იყოს, მაგრამ წარსვეს ის მისტიური საიდუმლოებრივი ძარღვი ამოაცალეს ქრისტიანობას და ქრისტიანობა არსობრივად მოკლეს. ადამიანი კათოლიკე სოფხედელურად არის ჩამოყალიბებული ქრისტიანი, შეიძლება იყოს ძალიან წესიერი ადამიანი, ძალიან პატიოსანი ადამიანი, მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, სანიმუშო ქრისტიანი ერთის ხრივ, მაგრამ ის ძარღვი არ აქვს, რისთვისაც ეს ყველაფერი არსებობს.
სხვათა შორის ესეთები შეიძლება იყვნენ მართლმადიდებლებიც, რომელსაც ეს ძარღვი არიციან, მართლმადიდებლობის თავარი ძარღვი, ეს არის ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა და როცა ეს არა აქვთ და მოქალაქეობენ მცნებებით, განსხვავდებიან ძალიან კათოლიკებისაგან. ასევე მართლმადიდებლობის წიაღში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თავისი მდგომარეობით არის ისლამის სულის მატარებელი, იუდაველობის სულის მატარებელი, ფორმით ნომინალურად მართლმადიდებელია, თავის ცხოვრების წესით და შინაგანი არსით არის არა მართლმადიდებელი, იმიტომ რომ ის თავარი ძარღვი დაკარგული აქვს, რომელიც ასე გრიგოლ პალამას ეს საოცრად აგვიხსნა და წარმოგვიჩინა და მოგცა. რომელიც არ არის რა თქმა უნდა გრიგოლ პალამასეული, გრიგოლ პალამამდე სვიმონახალი ღვთისმეტყველი და იქამდე მოციქულები და ღვთისმშობელი და საერთოდ დიდი მამების, ასკეტი მამების უდიდესი უმრავლეს გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და ასე შემდეგ. ჩვენ აი ის და სახარებაში ეს საოცრად არის განმოცემული. ანუ ერთის ხრივ ესე იგი როგორც ვამბობთ, ეს არის ადამიანის უმთავრესი რამ, რასაც ჩვენ გვაძლევს ეკლესია, ეს მადმოსილება, რომელიც ჩვენ უნდა გავითავისოთ და მეორე მხრივ ესე იგი და რომლის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება და მეორე მხრივ ეს ჩვენი პიროვნული არჩევანი და როდესაც ვაწყდებით აი ამ დილემას რომ კი მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაში უსამართლო გამოდის თუ ბავშვი ჩაისახა და დედის წიაღში თვითონვე ყოველგვარი ჩარების გარეშე გარდაიცვალა ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ და ეს დილემა როგორ ამოხსნათ ეს დილემა შეიძლება ესე ვთქვათ რომ მართლმადიდებლობა როგორც ეკლესია გვაძლევს გასაღებს სასუფევლისა და ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ რომ ვცხონდეთ მაგრამ აი ამ კითხვაზე ისა ზოგი არის ტანჯა თქვენ მაგალითად თქვენ ამბობთ რომ პატარა ბავშვები მიდიან ჯოჯოხეთში და თქვენ შეიძლება წარბიც არ გიტოკვდებათ ამას ისე ადვილად ამბობთ მე შემელო კითხვა შემეტრიალებინა რომ აი შენ რომ უფალი იყო გაუშვებდი შენს თქვათ ახლობელს შენ შვილს რომელიც თქვათ მუცელში წავიდა ჯოჯოხეთში გაუშვებდი შენ გაუშვებდი ჩვენ ხშირად არ გვიტოკვდება ძარღვი ისე ჯოჯოხეთით სიტყვათ ისე მანიპული ჯოჯოხეთი არსებობს ის არის რეალობა ეს არის ადამიანის დაცემული ბუნებისა და მისი პიროვნული არჩევანის ნაყოფი მაგრამ როცა ვაწყდებით უსამართლობას როცა არც პიროვნულად შეელო გამოვლენილიყო რაიმე და ბუნებითაცაც ვერ მოინათლებოდა დედის წიაღშივე გარდაიცვალა ასეთ სიტუაციაში ამგვარ სიტუაციაში ეს უსამართლობა ზოგს არყევს და ზოგს არ არყევს და თუ არ არყევს შვიდათ არის და ის პრინციპში თავისი სოფხედელობით არის დამშვიდებული და მას რაღაც ეს პრობლემა არ აქვს მაგრამ შეიძლება ადამიანი ამის გამო ძალიან შეირყეს და კითხვები დასვას რომელსაც პასუხს ვერ იძლევა ასეთ ადამიანზე პასუხი ისევ წმინდა წერილშია უფალი გვეუბნება რომ კლიტე არ არის გასაღები ხო გასაღები არის რომელიც აღებს და შეგიყვანს და კლიტე ეს არის დაფარული საიდუმლოება და კლიტენი ჯოჯოხეთისანი აპოკალიფსში ამბობს ქრისტე მე მიპყრია ასეთ შემთხვევაში ადამიანები რომლებიც მithumetes ახლა ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე შეხვედრა მისიონერული თვალსაზრისით გახსნილ დარბაზებში სადაც მორწმუნე ადამიანები იმდენად არ არიან რამდენადაც მაძიებელი ადამიანები ზიან და სხვავენ ხოლმე ესეთ კითხვებს ჩვენ ვეუბნებით რომ დამშვიდდით მაცხონებელი არის მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანი რო ცხონდეს მან პიროვნული არჩევანის უნდა გააკეთოს და უნდა მოინათლოს კიდე მას რომ საღვთო მადლისა და ენერგიის გარეშე ადამიანი არ ცხონდება მაგრამ ასეთი თემები რომელიც ჩვენ ესე გვაშფოთებს ესეთი თემებისათვის მივანიშნებთ ხოლმე უფლის ამ სიტყვებს რომ კლიტენი ჯოჯოხეთისანი მე მიპყრია უფალი ამბობს და მე პირადად ქრისტეს ვენდობი ქრისტეს მე ვენდობი ჩემ მაცხოვარს მე ვიცი რომ მაცხოვარი უსამართლო არ არის და ბევრი რამე ხდება სამყაროში რომელიც ჩემი თვალისათვის ვერ ხდება აღქმული და დანახული მე არ ვიცი პასუხი არ მაქვს იმის თქმა ძნელია ჩემი ნება რო იყოს ყველა 60-ში კი ჩემი ნება რო იყოს მაგრამ ადამიანს არ ეკითხები ისა სილონათონელი ჩვენ ახლა ჩვილებზე ვლაპარაკობთ და ეს გვაწუხებს რომ ჩვილი მოხდეს ჯოჯოხეთში საშინელებაა და მე ვერ წარმომიდგენია ესეთი რაღაც მაგრამ დიდი ადამიანი წარმოგიდგენია ჩვენ რამდენი ნათესავი ყავს ჩვენ უახლოესი გარდაცვლილი რომელიც ძალიან გვიყვარდა და წარმოგიდგენია ჯოჯოხეთში ისინი და ესე ადვილია ესე იმეტებთ ხო მაგრამ ჯოჯოხეთი არსებობს და გესმით ეს ისეთი სერიოზული პრობლემაა ესეთი სერიოზული და სილვან ათონელი მაგალითად იმიტომ საოცარია მე წმინდანი წაიკითხეთ სილვან ათონელი მამა იყო წმინდანად შერაცხილია ხო როცა მას ჯოჯოხეთზე ეკითხებია თომა აქვინელივით იმას კი არ ამბობს რომ და ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ კათოლიკებს ამ საკითხში ჩვენ პროკურორები ხო არა ვართ და მოსამართლეები რომ ესე იგი
პროკურორებს არაფერს არ ვერჩი ზოგადად ამბობ ამ შემთხვევაში. როდესაც ესეთ რამეს ამბობს, რომ ცხონებული ადამიანების ნეტარების ერთ-ერთი მიზეზი იცით რა იქნება, რომ გადაიხედები და დაინახავ როგორ იტანჯებიან და ვაი რას გადავრჩი, ეს გინდა იყო? გინდა სხვისი უბედურებით და გამომდინარე გაიხარო, რომ იმაში არ ახარ. ეს არის ჩვენთვის ნეტარების საფუძველი თუ ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სილვან ათონელის სიტყვები, რომელიც ესეთ რამეს ამბობს, რომ როცა მას ეკითხებიან ხოლმე ესეთ თემებზე, რომ ცხონებაზე, არ ცხონებაზე, ჯოჯოხეთზე ვინ წარწყდება, ტირის მათთვის და გლოვობს მათთვის. ანუ ჩვენ არც სიტყვა არც კი უნდა ისინი ჯოჯოხეთში წავლენ, არავიზი არ უნდა ვთქვათ. ჩვენ ვიცით რომ არის ჯოჯოხეთი და იონა კროპერი ამბობს ჯოჯოხეთი არასოდეს იტყვის რომ საკმარისია. ჯოჯოხეთი არის არა იმიტომ რომ მას ძალა აღარ აქვს აღდგომის მერე. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანის თავისუფლებას და უკეთურნებას აქვს ძალა, რომელიც თავის ცხოვრების წესით ან სიტყვითაც ამბობს ღმერთო შენ არ მინდიხარ. მაგრამ გახსოვთ უფლის სიტყვები. უფალს რო კლავენ ისინი. განა ისინი ჯოჯოხეთი, განა იმაზე უბედურება არსებობს. განა ნებისმიერ ჩვილ ბავშვებზე უარესები არ არიან, ჩვილ ბავშვებზე რა დააშავა ისინი, რომლების ჯვარს აცუ და დასცინიან და აბერთ ფოკუს ეძებენ რა, აბერთ ილია თუ მოვავნ, ახოთ როგორ და ასე შემდეგ საზიზღრობა და უფლის დამოკიდებულება როგორია გაიხსენეთ? უფალი ამბობს და წახვალ და ჯოჯოხეთში წარწყმედო. თქვენ ჯოჯოხეთში წახვალ. უფალი ამას ამბობს? ჩვენ რატომ მანიპულირებთ ამ სიტყვებით? უფალი ასე უნება, მამაო მიუტევე რამე თუ არიციან რასაკეთებ. ასე რომ მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი ანტონი დიდის საოცარი მაგალითი, როცა მას ცხონების გზას აჩვენებს უფალი ალექსანდრიელი მეწახის სახით. მე თუ მართლმადიდებელი ვარ, იმას კი არ უნდა ვეძებდე, ვინ წარწყმდება. და მით უმეტეს ასე ვამბობდე, რომ ესენი ხო ჯოჯოხეთში მიდიან, რა პრობლემაა? რა პრობლემა, რომ ჩვენი მსოფლმხედველობა იყოს, ესე იგი გამართული ისე, რომ არანაირი ხინჯი არ გქონდეს. და დამშვიდებული ვიყო. მართლმადიდებლობა ასე მასწავლის, მე გავიგე ესე, ჯოჯოხეთში მიდიან, რა პრობლემაა? ეს არ არის მართლმადიდებლური სული. მართლმადიდებლობა კანონზე მაღლა დგას. მართლმადიდებლური სული არის, რაც ალექსანდრიელ მეწახეს ჰქონდა, რომელიც ნახეთ როგორ ამბობს, რატო დააყენა ანტონი დიდზე მაღლა, რატო დააყენა ალექსანდრიელი მეწახე. იმიტომ რომ ეს კი არ ამბობდა, რომ მე მართლმადიდებელი ვარ და აი ისინი წარწყმდებიან. ამას კი არ ამბობდა. ის რო კერავდა ფეხსაცმელებს. მისი მართლმადიდებლობის ეს საოცარი სული მასში ესე ვლინდებოდა, ყველა ცხონდება, მე კი წავწყმდები. იმიტომ რომ შესაძ ჩვენ ვამბობთ, რომ ის წარწყმდება. ამ დროს ქვეცნობიერი გეუბნება, რომ შეხო ცხონდები არა. გესმით, ეს ფენომენი დგას აქ. ის წარწყდება, იმიტომ რომ მე ცხონდები. და შე რო წარწყმდე. და მართლმადიდებლობაში უპირატესი წაიკითხეთ თანამედროვე ასკეტი, ძველი ასკეტი მამები, ათონელი იგივე სილვან ათონელი, ხო? რა არის ცხონების ფორმულა? არა იმის ძიება, ვინ წარწყმდება და კანონი ვის მიუსადაგო, რომ წარწყმდეს და ამით დავამტკიცო. არამედ შენი თავი ამყოფე წარწყმედულ მდგომარეობაში, მაგრამ იმედი არ დაკარგო, შენი თავი ამყოფე ჯოჯოხეთში და იმედი არ დაკარგო. სიმდაბლის გარეშე ვერავინ ცხონდება. ალექსანდრიელი მეწაღის ცხონების ფორმულა სწორედ სიმდაბლე იყო, რომელიც ამბობდა, ყველა ცხონდება, მე წარწყდები და სიმდაბლის მთავარი მასწავლებელი ამას სილვანასე საოცრად ამბობს, უფალმა მე მასწავლა. ეს წმინდანის სიტყვებია, მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწის სიტყვებია. უფალმა გამოცხადებაში უფალმა მე მასწავლა, როგორ დავიმდაბლო თავი და ამბობს, ვამყოფო ჩემი თავი ჯოჯოხეთში, მაგრამ იმედი არ დავკარგო. ანუ მე სხვის ჯოჯოხეთში მყოფობას კი არ ვეძებ, არამედ მე ჩემს ჯოჯოხეთს ვეძებ და ვარ ამ ჯოჯოხეთში. და აი ისიხასტური სულის და გონიერი ლოცვის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ ეს არის და ნიშნული, რომ მე დავინახო ეს ჩემი ჯოჯოხეთი და იქიდან შევღაღადო უფალო შემიწყალე. და დამერწმუნეთ, როცა ჩვენ საკუთარ ჯოჯოხეთს დავინახავთ, ჯოჯოხეთს როცა გარე სამყაროს ჩააქრობ ისიხასტურ ლოცვის პრაქტიკაში და შიგნით შეხვალ და აღმოაჩენ არარაობას, რომ იმას კი არ აღმოაჩენ, რასაც უფალი ამბობს, რომ სიცოცხლის დინარები მოედინებიან მარადიული სიცოცხლისკენ შენი გულიდან. იმას კი არ აღმოაჩენ, უფალი ამბობს, რომ ისაც მე უყვარ ვარ, მამა, მე და მე სულიწმინდა მოვალ და დავმკვიდრდებით მასში, ანუ ღმერთს კი არ აღმოაჩენ შენში. აღმოაჩენ არაფერს, სრულ სიცარიელეს და
თუ რამეს აღმოაჩენ, ეს არის საკუთარი ვნებები, სიამეთმოყვარეობა, მომხვეჭელობა, სიამაყე, აქედან გამომდინარე ყველაფერი ნიუანსებით, რომელიცაც ეს სამი ძირითადი ვნება იძლევა, ამ ყველაფერს აღმოაჩენ შენში. აღმოაჩენ და ეს ყველაფერი არის ჯოჯოხეთი და მე დაიწყებ უფალო შემიწყალე. როცა შენ საკუთარ ჯოჯოხეთთან ბრძოლას დაიწყებ, აღარ გეცლება იმის გასარკვევად ჯოჯოხეთში ვინ მიდის და ვინ არ მიდის. მით უმეტეს ისეთი ადამიანები ჯოჯოხეთში გაშვებით არ დაინტერესდები, სადაც სამართლიანობა არაფრით არ უდგება და დიდი საიდუმლოება ღვთისა. დიახაც მოუნათლავი არ ცხონდება. დიახაც, მაგრამ მე ვარ მონათლული. მე მაინტერესებს არა ის ჩვილი ბავშვი, ან ვიღაცა სხვა, არამედ მე მაინტერესებს ჩემი საკუთარი თავი. მე ვცხოდები თუ არა და მე ვარ ეკლესიის ნაწილი. უფალმა თქვა, კლიტენი ჯოჯოხეთისანი მე მაქვს და ხოლო სასუფევლის გასაღები მოგცა ჩვენ, ანუ გზა როგორ ვცხონდეთ, ამ ყოფეს ჩვენი თავი ჯოჯოხეთში, მაგრამ იმედი არ დაკარგო და სხვი ჯოჯოხეს თავი დავანებოთ. ეს არის გზა ცხონებისა. თორე ჩვენ შეიძლება აბსოლუტურად ზუსტად ჩამოვაყალიბოთ მართლმადიდებლური მოძღვრება და მე რა ჩამოვაყალიბებ. დიდი ღვთისმეტყველი ვიქნები. ყველა წმინდანის და ყველა საეკლესიო დადგენილების პუნქტი მეცოდინება. და მე და რა მე? არც არაფერი. მე თუ საკუთარი ჯოჯოხეთი არ დავამარცხე ღვთის მადლით, ამ ყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში და იმედი ღვთისგან ღვთივერთის შემთამყოფობა, მე თუ ეს არ ვისწავლე. მე თუ არ ვისწავლე ის, რაც გადამარჩენს აი იმ სიტყვებს, უფალი რო ამბობს, რომ უფალის წინაშე რო ამბობენ, რომ უფალო შენ წინაშე ცხოვრობდით, ჭამდით, სვავდით, შენი სახელით წინასწარ მეტყველებდით, ყველაფერს შენით ვაკეთებდით და უფლის ეს საშინელი სიტყვები არ გიცნობ, მოქმედნო უსჯულოებისანო. როცა მე შეიძლება ყველაფერი ზუსტად ვაკეთო, ყველაფერი ვიცოდე, ყველაფერი მესმოდეს, ვისად მიდის, როგორ არის წესები და უფლისგან გავიგო, სასწაულებსაც ვახდენდე და უფლისგან გავიგო პასუხი. არ გიცნობ შენ უსჯულოების მოქმედო. გამიკვირდება, რატო, როგორ, რანაირად? არასოდეს არ მქონია ქრისტესთან პიროვნული ერთობა. არასოდეს არ დამინახავს იგი და არასოდეს არ მიცდია, რომ მას დამსგავსებოდი. მისთვის მიმებაძა. იმიტომ რომ თუ მე მას მივბაძავ და მივამსგავსები, მე ვერასოდეს პირიდან ვერ ამოვა ვიღაცაზე სიტყვა, რომ წავიდა ჯოჯოხეთში. ვიტყვი, უფალო, ვაიმე რა დღეში არის, შეგვიწყალე. და ყველაზე მეტად კიდე ამაზე მეტად ჩემ თავზე ვიტყოდი, უფალო, მე შემიწყალე, მე გადამარჩი. ზარია პირდაპირ ეთერში. დამლოთ მამა მოგილოცავთ პირველ რიგში თხოვნდა. ერთი შეგვეციოს. ესეთი კითხვა მექნება, ანუ ტატუს ხეულის მოხატვაზე, ტატუზე ძალიან უკეთესი შეხედულობა აქვს. კერძოდ სასულიერო პირებს და როგორ ტატუს გაკეთების შემდეგ არაფერი არ შეცვლია. როგორც დავდიოდი ეკლესიაში, ისე დავდივარ, ისე ვეზიარები, ისეთი აღსარებელი ვარ და ჩემი აზრით 80%, 90% ვინც იკეთებს ტატუს ესია და რატო ამბობენ იმას, რომ აი შენ ტატუ რო გაიკეთე, შენ ეშმაკს მეტყიდე სული და ესეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და რატო ჩემი სხეული ესეთი მნიშვნელოვანია ჩემ ცხონებაზე, აი ეს მაინტერესებს. ესე იგი ტატუსთან დაკავშირებით ცოტა ლიბერალურად გისმენდით, იმიტომ რომ ტატუს რო გაიკეთებს ადამიანი ეშმაკს სული მიყიდა, ცოტა ესეთი ხმამაღალი ნათქვამია. მე პირადად არ მომწონს ტატუ, შეიძლება თქვენ თქვათ, რომ შენ ახლა 45 წლის ბებერი ხარ და იმიტომ არ მოგწონს, მე ვერ ხვდები არს რა არის ეს, მაგრამ ის რომ თქვათ ადამიანმა ტატუ გაიკეთა და ეშმაკს სული მიყიდა, ნუ ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო ახალგაზრდული გატაცება არის და ასაკითაც გეტყობათ, რომ ახალგაზრდა ბრძანდებით, ახალგაზრდული გატაცება, რომელიც გადაივლის და ცუდი ისა, რომ გადაივლის მე ამ ტატუს რას უზავ, აი პრობლემა ეგ არის, თორე ბევრი გატაცება მქონია მე ბავშვობაში, როცა ურწმუნოც ვიყავი და სულელური გატაცებების და გადამიარა ამ გატაცებებმა მადლობა ღმერთს და მაგრამ თუ დაიმჩნევ, ნუ მე რაღაც უზავ. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით ახალგაზრდული გატაცება, როცა ადამიანი გარკვეულ სიცარიელეს ივსებს რაღაცით,
მოდაც ამის ნიშანია პრინციპში, რაც შეეხება როცა ვამბობთ რომ ჩვენ ვართ აღსარებელი, მაზიარებელი, გარეგნული აღსარებლობა და მაზიარებლობა პრინციპში ჯერ არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ შეიძლება იყო აღსარებელი და მაზიარებელი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ამის პარალელურად ქრისტიანი არ იყო, ესეც შესაძლებელია, ამიტომ ჩემთვის მაგალითად ადამიანი აღსარებელი, მაზიარებელია, არის თუ არა ქრისტიანი, არა იუდა საერთოდ მოციქული იყო, მაგრამ ქრისტიანი არ ყოფილა. გასმის ეს გარეგანი კუთვნილება ეკლესიისადმი ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს. რაც შეეხება კიდევ მაგრამ არც სტატუს გაკეთების შემდეგ ვიტყვი არ შეიძლება თქვა რომ ადამიანმა ეშმაკ სული მიყიდა, უბრალოდ ერთობა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც შეიძლება ხვალე თვითონ ჩათვალოს სისულელეთ და ჩვენი მიზანია მოძღვრების არა ის რომ თქვა რაღაცა ახალგაზრდული გატაცება მაინდა-მაინც ეშმაკის იარაღად ჩავთვალოთ, არამედ დავანახოთ ქრისტე როგორც არსი ჩვენი ცხოვრებისა და ამის მერე მე 100%-იანი დარწმუნებული ვარ თუ ადამიანი დაინახავს ქრისტეს როგორც არსს თავისი ცხოვრებისა, ხო? ის უბრალოდ სტატუსთვის აღარც მოიცლის ეს მომენტია. რაც შეეხება მეორე სიტყვა, რაც თქვენ თქვით, რომ ჩემი სხეული ასეთი მნიშვნელოვანია, აი მაგ ის სერიოზული შეცდომა, აი უყურეთ თქვენ ეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და არ იცნობთ წმინდა წერილს. როგორ შეიძლება ეზიარებოდე ქრისტეს და ქრისტეს მოძღვრებას არ იცნობდე? და ქრისტეს მოძღვრება რო გაიცნო, ამისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მუდმივად ვკითხულობდეთ ჩვენ წმინდა წერილს, რომელსაც არის ქრისტეს ცხოვრება, ქრისტეს გამონათქვამები და მოციქულთა წერილები, რომლებიც ქრისტეს ცხოვრებას მასწავლიან და მაცნობენ. გესმით? და იქ მაგალითად ესეთი რამე წერია, რომ პავლე მოციქული თქვენ სიტყვებზე პირდაპირ პასუხს გცემთ. პავლე მოციქული ამბობს: შენი ხორცი და სული არ გეკუთვნის. არ გეკუთვნის ის ქრისტემ თავისი წმინდა სისხლით გამოისყიდა. და უფალი იმასაც ამბობს, რომ შენი სხეული უნდა ტაძარი გახდეს ღვთისა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. შენ ცხონდები არა მარტო სულით, არამედ სულისა და ხორცით. ქრისტე აღდგა, შენც უნდა აღდგე. გესმით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობაა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ასქვია არ მეკუთვნის, აბა ჩემი თავისუფლება სადღაა. შენი თავისუფლება ამ არჩევანშია, თუ შენ ღვთისნებას დაემორჩილები. მე ესეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. როცა მეგობარი ყავს, შენი მეგობრის ერთგული უნდა იყო, არ უნდა უღალატო მას და ეს არის შენი ვალდებულება. და თავისუფლება სადღაა მეგობრობაში? თავისუფლება ისაა, რომ შენ ეს ვალდებულება შენ იტვირთე, რომ მეგობარს უერთგულო და არ უხთლო და არ უღალატო. თორე შენ შეგიძლია რა თქმა უნდა უღალატო მეგობარს და ამაშიც გამოვლინდა შენი თავისუფლება, მაგრამ შენ მეგობარი აღარ იქნები მისი და ასებია ქრისტიანობაში. შენ შეიძლება უღალატო ღმერთს და შენი სხეული ამ ქვეყნიური ცდუნებების საჯიჯგნად გადააქციო. როგორ არ შეგიძლია? შენ გეკუთვნის შენი სხეული, შენ გეკუთვნის შენი სული და მაგრამ მაშინ აღარ ხარ ქრისტიანი. იმიტომ რომ თუ ქრისტიანი ხარ, პავლე მოციქული გეუბნება, შენ ხო ქრისტესი ხარ. ხო ქრისტეს ჩვენ გვავიწყდება, შენ თქვი ვეზიარებიო. როცა ეზიარები ეს რას ნიშნავს? შენ ქრისტეს სისხლისა და ხორცის გაგრძელება ხარ. შენი ხორცი ქრისტეს ხორცსაგან განუყოფელი გახდა და შენ ამბობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანია. აბა როგორ არ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შენი სხეული ქრისტეს სხეულისგან განყოფილი არ არის. ეკლესია რა არის? ქრისტეს სხეულის ნაწილი. ქრისტეს სხეულის ნაწილი იმით, რომ ჩვენ საზდოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი გვეძლევა. ეკლესია ეს არის ქრისტეს სხეულებრივი მყოფობა დედამიწაზე და ეს სხეულებრივი მყოფობა ჩვენით ხორციელდება, მათ შორის შენით და ამბობს, რომ აბა ჩემ ხორცო მნიშვნელობა რა აქვს, როგორ არა აქვს. გესმით? ეს ძალიან ღრმა არის ეს ყველაფერი და ჩვენი თავისუფლება რეალიზდება სწორედ ჩვენ არჩევანში, რომ ღმერთო შენთან გვინდა, თორე ჩვენ შეიძლება ჩვენი თავისუფლება რეალიზდეს საწინააღმდეგოში, საერთოდ სრულიად საწინააღმდეგოშიც კი, როგორც არის ეშმაკის სულის მიყიდვა. ხო? ასეც კი შეიძლება. ასე რომ ამაზე ღრმად დაფიქრება გვართებს და როცა რაიმეს ვაკეთებთ, მათ შორის სტატუს როცა ვიკეთებ, ან როცა ვეზიარები, ხო? აი სტატუს ვიკეთებ და ვეზიარები თქვა ერთდროულად. გავიაზრო, ან ერთი რა არის და ან მეორე რა არის და მე საერთოდ სადა ვარ. მე არ მინდა ამ შემთხვევაში გარეგნული ჩვევა, მათ შორის სტატუ, რომელიც მე პირადად არ მომწონს, მაგალითად, ხო? მე კაი გოგონა მომწონს ისე, როგორც არის კარგი გოგონა და ყოველგვარი რაღაც იმების გარეშე, მაგრამ თქვა დაუშვათ, არ უპირისპირებ ერთი რაღაც ჩვევა და მეორე რელიგიური ცხოვრება. არ უპირისპირებ. უბრალოდ გავიაზროთ, ეს რა არის თავისი არსით და ეს რა არის თავისი არსით. და არჩევანი გავაკეთოთ ჩვენ თვითონ, ნუ იქნებით თქვათ, ჩემი თქვათ იმპერატიული ტონის ქვეშ, ნუ მოექცევი და მენტორული ტონის ქვეშ, აბა ესე გააკეთე და არა, როგორც გინდა ისე გააკეთე, მაგრამ შენ გააკეთე, ოღონ გააკეთე გაცნობიერებულად. ნუ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს გაუცნობიერებლად. ვიცოდეთ ეს რა არის.
და ამისათვის ელემენტარულად უნდა ვიცოდეთ პავლე მოციქული ხო რას ასწავლის ზიარების შესახებ. რას ნიშნავს ქრისტიანობა, რას გვასწავლის თავად უფალი, რა არის ეს? ამიტომ ჩვენი ცნობიერება ხო უნდა გამოიძერწოს წმინდა წერილით. თორე სხვანაირად აბა ჩვენი მართლმადიდებლობა რა არის? და ეს ყველაფერი თან იქნება დასაწყისი. იმიტომ რომ ამის მერე გრძელდი იწყება ყველაზე მთავარი, რომ გავიაზრე, მივხვდი და მივიღე, აი ეხლა მასთან ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა როგორ დავამყარო, როგორ ვისწავლო გონიერი ლოცვა. გესმით? როგორ გავხდე ნამდვილი მართლმადიდებელი, როგორ გავხდე, როცა არც ერთი სიტყვა წინა წერილში არ არის უბრალოდ მოწოდება, თეორია და ლოზუნგი. რო გვეუბნება წინა წერილო ჩვენი სხეული უნდა ღვთისტაძარი გახდეს, ეს არის რეალობა, მართლაც ღვთისტაძარი უნდა გახდეს. რო თქვა, როგორ მოვიყვანათ სიტყვები სილვან ათონელისა, შენი თავი ამყოფე ჯოჯოხეთში და, მაგრამ იმედი არ დაკარგო, ეს არის სიმდაბლის, მოპოვების, გზა და ცხონების ფორმულა, ესეც არ არის მეტაფორა, მართლა უნდა დაინახო ჯოჯოხეთში, რომელიც რეალურად ჩვენში არის. ეს ყველაფერი რეალობებია. ამას დანახვა ჭირდება. ზესის მოქალაქენი ვართ, ესეც რეალობაა, ჩვენ თავზე უნდა განიცადოთ. როცა უფალი ამბობს, რომ თქვენში დამკვიდრდებით მამა, მე და სულიწმინდა, ანუ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, თქვენში დამკვიდრდება და თქვენი გული გადაიქცევა მადლის წყაროთ, საიდანაც დინარები მარადიული სიცოცხლისკენ მიედინებიან, ესეც არ არის მეტაფორა, ესეც ნამდვილია, ესეც რეალობაა და ეს არის მართლმადიდებლობა. ეს არის როცა მართლმადიდებლობის უნიკალურობა. იმაში კანონების სიხისტეში კი არ არის უბრალოდ ვინ ცხონდება, ვინ არ ცხონდება. არამედ ეს ცხონება არ ცხონებაც აი ამ საოცრებაზეა დამყარებული, ეს არის ცოცხალ ღმერთთან კავშირი და ცოცხალ ღმერთთან კავშირი ნიშნავს ცხონებას, ცოცხალ ღმერთთან კავშირის არქონა ნიშნავს დაღუპვას. თუნდაც გარეგნულად რაღაც წესებს ასრულებთ. ასე რომ და ასევე დრითაც დავასრულებთ დღეს ჩვენ ესე ვესალმებით ერთმანეთს 40 წლის განმავლობაში ქრისტე აღდგა და პასუხობენ ჭეშმარიტად აღსდგა და არც ეს არ არის მეტაფორა. იმიტომ რომ როცა მე ვამბობ ჭეშმარიტად აღსდგა მე თუ მას ჩემს გულში არ განვიცდი, ანუ თუ ყდეთით აღმდგარი მაცხოვრის გამცდელი არა ვარ მე რეალურად. სულმონახალი ღვთისმეტყველი მეუნება შენ ჯერ ქრისტიანი არ ახარ. აბა, ასე რომ ვეცადოთ რომ ვიყოთ ნამდვილი, ძალიან სერიოზული და ძალიან გახარებული ბედნიერი ქრისტიანები. ამინ, ქრისტე აღსდგა.